მე მინდა მოგიყვეთ რას ნიშნავს იყო სუსტი და რას ნიშნავს იყო დაჩაგრული, თავლად დასხმული, შერცხვენილი და თავმოყარეობა შელახული. რა მოხდაო, თავიანზე სუსტი დაჩაგრეს. ბიჭები არიან და იჩხუბესო. ჩვენში ხშირად იციან თქმა, ამას ალბათ ბავშვობაში ჩაგრავდნენ და ამიტომ არის დაბოღმილი და გაბოროტებულიო. მე 30 წლის გავხდები მალე და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავაანალიზე ის, რომ აღარანაირი ბოღმა ჩემი კლასელების მიმართ აღარ მაქვს. ჩემი დაჩმორების დეტალებს არ გავიხსენებ. ეს არ არელევანტურია. ფაქტი ერთია, რომ მე 7 კლასის ერთი მშვენიერი დღის შემდეგ მე ჩემს კლასელებთან შედარებით რამდენიმე საფეხურით ქვემოთ დავიწიე. როცა ხდები ჩაგრული და გულში ბოღმა და სიბოროტე გიგროვდება, მერე საკუთარ თავს ვეღარიდან. იმიტომ რომ ამ ნეგატივის პროექცირებას სხვა განახდნენ. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი ჩემი თანატოლი და ჩემზე გაცილებით უფროსებიც დამიჩაგრავს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვაზე ვიყავი გაბრაზებული. იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადავლახო, ამაზე ხმამაღლა უნდა ვთქვა ყველაფერი. ეს ამონარიდები იყო საბა ლეკვეიშვილის ბლოგიდან, მე ბულინგის მსხვერპლი ვიყავი, ანუ ბავშვობაში მაჩმორებდნენ. და რადგან ყველაფრის თქმა გადაწყვიტა, რეალურ სივრცეში დღეს სწორედ იმაზე ვილაპარაკებთ, რატომ უჩნდებათ მოზარდებს სხვების ჩაგვრის, სხვებზე ძალადობის სურვილი. რა მასშტაბისაა ეს პრობლემები სკოლებში და რა უნდა გავაკეთონ მასწავლებლებმა, მშობლებმა და სხვადასხვა ინსტიტუტებმა, რომ მოზარდის მხრიდან სხვა მოზარდზე ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა შემცირდეს მაინც. ის მოგვიყვება, ისაც მოგვიყვება, იქნება ერთი ნაბიჯი იყოს ამ პრობლემის უკეთ გასააზრებლად. საბა დღეს 30 წლისაა, ეს ყველაფერი კი მას ცხოვრებაში 15 წლის წინ გადახდა და იქვე დამთავრდა კიდეც. საღამომშვიდობისა მოგესალმებით ყველას და ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და აი ამ აქტუალურ პრობლემაზე სასაუბროთ, რომ გამონახეთ დრო. საბა, მე გთხოვ გამოხვიდე მიკროფონთან. გასაგებია, რომ დღეს ჩვენ ვერ მოვიწვიეთ სპეციალურად მოზარდები და სკოლის მოსწავლეები, იმიტომ რომ აქ განხილვის შემდეგ მათთვის შეიძლება ეს პრობლემა კიდევ უფრო დამძიმებულიყო. ამიტომ ძალიან გავგეხარდა, როცა შენ დაგვთანხმდი გვესაუბრა იმაზე, რაც დაიწყო 15 წლის წინ და პრინციპში 15 წლის თუ არა 17 წლის წინ დაიწყო და 15 წლის წინ დამთავრდა შენ ცხოვრებაში. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? რომ დაიწყო თავიდან? იცით, ეს ძალიან ისეთი სტანდარტული კონფლიქტი იყო სკოლაში, რომელიც პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ესეთი კონფლიქტები, ყოველდღიური არის და კონფლიქტზე შეიძლება ითქვას, რომ თქვათ ბიჭები არიან და იჩხუბეს. მაგრამ ეს როგორც წესი ერთჯერადად ხდება ხოლმე, ზოგადად, სამწუხაროდ ყველას, ადამიანური მომენტია, ყველას მოსდის რაღაცა კონფლიქტი. მაგრამ ეს შემდეგ ამოწურვადი არის ხოლმე, როგორც წესი. მაგრამ აი ესეთი სტანდარტული კონფლიქტი შემდეგ უკვე გადაიზარდა უფრო თქვათ განგრძობით პროცესში, რომელიც ამ კონფლიქტში თქვათ დამარცხებული ან წაგებული როცა გამოდის ადამიანი, შემდეგ უკვე თქვათ მას რაღაც სტატუსი აქვს უფრო ნაკლები და შესაბამისად მის მიმართ მოპყრობა უფრო თქვათ ნეგატიური არის. ანუ ამას უკვე სახელიც დაერქვა ბულინგი, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩემს ბავშვობაშიც, როცა მე სკოლაში დავდიოდი, ხა ესეთი ერთჯერადი ჩხუბები, რა თქმა უნდა ხდებოდა ბავშვებს შორის, თუმცა აი ამ განგრძობადობის გამო ქვია სწორედ ამ მოვლენას ბულინგი, ეს არის რაღაცა ახალი მოვლენა თუ არა, ზოგადად განგრძობადობა იმას გულისხმობს, რომ თქვათ რაღაცა კონფლიქტი რო წარმოიქმნება, იმას აქვს როგორც წესი კონფლიქტს თავისი მიზეზი. მაგრამ აი ეს კონფლიქტი მე თქვათ რომ ამოიწურება რაღაც კონკრეტული მიზეზი და მე უკვე ეს კონფლიქტის შედეგი უკვე თქვათ იძლევა იმის საშუალებას, საშუალებას რა უკვე აძლევს რაღაც გზას სხვა ადამიანებს, რომ ამ შედეგიდან გამომდინარე ერთ ან თქვათ რამდენიმე ადამიანს მოიპყრონ იმაზე უფრო ცუდად, ვიდრე აქამდე ეპყრობოდნენ. ყოველთვის იყავი ამ როლში თუ თქვათ
მონაცვლეობით ხდებოდა, ხანდახან ჩაგვრელის როლშიც გამოდიოდი. მე ვიყავი ორივე მხარეს ამ შემთხვევაში. ანუ ჩემ ესე იგი სკოლაში ხდებოდა, სკოლაში ვიყავი ჩაგვრელის როლში და სკოლის გარეთ ვიყავი ჩაგვრელი და რა ურთიერთკავშირია ამ ყველაფერთან? შენ როგორ ფიქრობ? მე მაინტერესებს შენი მოსაზრება. იცით, როცა ხდება რაღაც ნეგატიური მოვლენა ყოველდღიურად. ყოველდღიურად არ არის ხა ეს პრინციპში ცოტა დრამატულად მიწერია იქ ბლოგზე რო თქვა ყოველდღიური სახე ქონა ამას ჩემ შემთხვევაში, მაგრამ რაღაც ნეგატიური მოვლენა როცა ხდება, შემდეგ ეს ნეგატივი ადამიანმა სადღაც უნდა წაიღოს. მარტივად, რაღაცაზე უნდა მოახდინოს ამის პროექცია. ეს შეიძლება იყოს თქვა ცხოველი, იმიტომ რომ რაღაცას შენი უპირატესობა სადღაც უნდა დაამტკიცო. როცა რაღაც უპირატესობას გართმევენ, მე რაღაც უპირატესობა სადღაც უნდა დაამტკიცო. და შესაბამისად, სადაც იყო ამისი საშუალება, იქ ვცდილობდი, რომ ეს უპირატესობა ჩემი თავისთვის პირველ რიგში დამემტკიცებინა. და დიდხანს გაგრძელდა ეს მდგომარეობა? პრინციპში არც ისე, იმიტომ რომ ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ის რასაც განვიცდიდი მე, ზუსტად იგივეს განიცდი და ის ადამიანი, რომელსაც მე ამ ჩემი განცდების გამო ვეპყრობოდი ცუდად და გადავწყვიტე, რომ შემეწყვიტა ზოგადად ესე მოქცევა. აი როგორ გადაწყვიტეთ, როგორ გააკეთე ეს? აი ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტე, თქვა, აღარ ეწევი სიგარეტს ჩააქრე და დაამთავრე. აი ეს როგორ გააკეთე? იცით, შევაფასე ამ შემთხვევაში ჩემი პრიორიტეტები, თქვა, ადამიანებთან მიმართებაში, როგორ მინდოდა რომ მქონოდა ადამიანებთან ურთიერთობა. რატომ, მიზეზი ყოველთვის არის უნდა ეძებო მიზეზი რაღაც ქცევაში, ხო? და მივხვდი, რომ ამ ყველაფერს რასაც მე ვაკეთებდი, ქონდა ერთ-ერთი მიზეზი. იმ ადამიანების ბრალი იმაში, რომ მე მათ სულად ვექცეოდი, არაფერი არ იყო. ეს იყო ჩემში დაგროვებული ნეგატივის მათზე გადატანა. პროექცირება. იმ ადამიანების მიმართ, ვინც თქვათ, შენ ჩაგრავდა, დღეს გაქვს დარჩენილი, თქვათ, რაღაც ესეთი ბოღმა, ცუდი განწყობა. ეხლა შემიძლია თავისუფლად თქვა, რომ აღარ, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო გავიდა ეს ერთი და უბრალოდ იმდენად ისეთი სხვა პროცესები წარიმართა ჩემს ცხოვრებაში, რომ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ამაზე საფიქრებლად დრო აღარც მქონდა და ამან თავისთავად როცა ყურადღება გადაგაქვს უკვე რაღაცაზე და არ ხარ ჩაციკლული რაღაც წარსულზე, ეს თავისთავად გეხმარება იმაში, რომ გადალახო. ვინმე დაგეხმარა ამაში, დაგჭირდა ვინმეს დახმარება, თუ შენ თვითონ შეძელი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არავინ არ დამხმარებიან, მე თვითონ, თუმცა ალბათ რომ დამხმარებოდა ვინმე, გაცილებით უფრო მალე მივაღწევდი შედეგს, ვიდრე მივაღწია. თუმცა იცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თქვათ, აი დღესაც კი ვერ მოერიენ აი ამ განცდას იმისას, რომ მათ ჩაგრავდნენ. შეიძლება, მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც იგივე გამოცდილება აქვთ, მაგრამ ეს თემა იმდენად ასე ვთქვათ, სასირცხვილო არის ამაზე საუბარი, რომ მე პირადად არ მქონია ბევრ ადამიანთან ამ თემაზე საუბარი. თუ იცი, დღესაც გრძელდება იგივე სკოლებში, შენ ინფორმაცია მაინტერესებს, არის ასეთი შემთხვევები? მე რამდენადაც ვიცი, კი და გაცილებით უფრო სასტიკი ფორმები აქვს დღეს მიღებული, რამდენიმე შემთხვევა რაც მე გავიგე, ერთ-ერთი შემთხვევა რამაც გამაოგნა, ზუსტად მაგან გადამაწყვეტინა, რომ ამ თემაზე დამეწერა. იყო ერთ-ერთ სკოლაში ორმა მე-6 კლასელმა სკოლის საპირფარეშოში გაალახა, შეურაცხყოფა მიაყენა და ზუსტად არ ვიცი დეტალი არ მახსოვს, მაგრამ მგონი გააშიშვლეს კიდევაც მე-4 კლასელი ბავშვი, ეს ყველაფერი გადაიღეს ვიდეოზე და ემუქრებოდნენ შანტაჟით, რომ აი თუ ხვალ არ მოიტან ფულს, ამას ავტვირთავთ ინტერნეტში და ამას ყველა ნახავს. და ეს ძალიან შემთხვევით მოხდა ისე, რომ სკოლის დაცვამ შეუსწრო ამ დროს ამ ბავშვებს და შემდეგ ეს ბავშვები დაიბარეს მათი მშობლებიც და ყველაზე მეტად რამაც გამაოგნა იყო ეს, რომ მათმა მშობლებმა თქვეს, რომ რა მოხდა, მერე ბიჭები არიან და იჩხუბესო და მოყიდეს თავიანთ შვილებს ხელი და წაიყვანეს სახლში. საბა, ჩვენ მეორე განყოფილებას თლიანად მივუძღვნით პრევენციის თემას, როგორ შეიძლება რომ დავიცვათ შვილები, ჩვენი შვილები, ვთქვათ, ამ ტიპის ძალადობისგან, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, შენ დაგისვა ამ წუთას ეს შეკითხვა და ვიცი რომ აქტიურად ჩაერთვები მეორე განყოფილებაშიც ამ განხილვაში, მაგრამ აი მაინტერესებს შენი მოსაზრება.
ვინ უნდა იყოს თავის თავზე ამ პრობლემის მოგვარება და ვინ უნდა მონაწილეობდეს ამ ყველაფერში გარდა თქვათ პედაგოგებისა რომლებიც ასწავლიან ბავშვებს და საერთოდ სკოლის კიდე ვინ უნდა იყოს ჩართული შენ როგორ ფიქრობ მე ვთვლი რომ მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს ამაზე ორიენტირებული რომ ეს პრობლემა გადაიჭრას იმიტომ რომ ჯერთი ტაბუ რომელიც ადევს ამ თემას არის ეს აჩვენებს ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას იმის მიმართ რომ ჩვენთან იყო დაჩაგრული არის სირცხვილი. ჩვენთან არ არის სირცხვილი, იყო მოძალადი სამწუხაროდ. და ამიტომ იც და მაგალითად რო გითხრათ ძალიან ბევრი მაგალითად სტატია შეიძლება წაიკითხოთ ინტერნეტში იმასთან დაკავშირებით ან რომელიმე ჟურნალში ან გადაცემებში მოისმინოთ რჩევები როგორ უნდა აიცილოთ თავიდან ის რომ თქვენი შვილი არ გაიზარდოს ჩმორი. მაგრამ არასოდეს არავინ არ სვავს შეკითხვას როგორ უნდა მოიქცეთ რომ თუ არ გინდათ რომ თქვენი შვილი გაიზარდოს მოძალად. ამიტომ პრობლემას ჩვენთან ვერ ხედავენ ძალადობაში. ჩვენთან იმ შემთხვევაშია ძალადობა პრობლემა თუ ეს კონკრეტულ ადამიანს თავის თავზე გადახდება. საბა სანამ დაჯდები ერთი რამ მინდა კითხო. გასაგებია საზოგადოება. მაგრამ როგორ რეაგირებდნენ შენი მეგობრები? აი ამ წუთას გამიშდა ეს შეკითხვა, როდესაც თქვათ ბუნებრივია კლასში ყავდა მეგობრები. მონაწილეობდნენ ისინი შენ დაცვაში თუ იყვნენ როგორც წესი მოძალადის მხარეზე, ესეც ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. ну იყო შემთხვევები რა თქმა უნდა როცა მონაწილეობდნენ დაცვაშიც მაგრამ ძირითადად უფრო ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ ხოლმე ამ დროს იმიტომ რომ არის ხოლმე ეს გარკვეული ვალდებულება გაქვს იმ წრის მიმართ თქვათ რომელიც რაღაც უპირატესი არის რომ შენ ესე იგი გადადიხარ რაღაც სუსტის ბანაკში და ეს აპრიორი ნიშნავს იმას რომ შენც ხარ სუსტი ანუ გასაგებია მე თვითონაც მქონია ეგეთი შემთხვევა როდესაც ერთი ჩემი მეგობარი რომელიც თქვათ ამ შემთხვევაში ეს ხდებოდა ჩემ უბანში დაჩაგრეს მე ვცადე მისი დაცვა მაგრამ იმდენად დიდ წინააღმდეგობას წავაწყდი ჩემი თანატოლებისგან მე იძულებული ვიყავი რომ მეც გადავსულიყავი იმათ მხარეს. საბა ძალიან დიდი მადლობა. ცოტა ხანი შეგიძლია დაიკავოს შენი ადგილი, თუმცა აქტიურად უნდა ჩაერთო განხილვაში, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ჩვენთან ახალგაზრდები გოგონები არიან სტუდიაში და მე მაინტერესებს გოგონებთან როგორ არის საქმე. მოგესალმებით. მე ვარ მარიამ პირადაშვილი, ამერიკული აკადემიის მოსწავლე. საბედნიეროდ არ ყოფილა არც ჩაგვრელი და არც ჩაგრული არასდროს და არასდროს არ შემხვედრია ესე ბულინგის ფაქტი ჩემ სკოლაში. და ფიქრობთ რომ ეს თქვენი სკოლის დამსახურებაა თუ რისი დამსახურებაა? ფიქრობ რომ ძალიან დიდი დამსახურება არის ჩემი სკოლის ამაში, იმიტომ რომ კაცრი დისციპლინა არის და კონკრეტულად ბულინგზე ძალიან დიდი სიმკაცრე არის. ანუ ბავშვს უწევს სკოლის დატოვება ბულინგის შემთხვევაში. მადლობთ. აქვს კიდევ ვინმეს მოსაზრება ახალგაზრდები? არა. მაშინ მე პირდაპირ პედაგოგებთან და დირექტორებთან გადავდივარ ახლა შეკითხვებით. თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევები თქვენ სკოლებში, დაიწყეთ თქვენ, მე ქალბატონებსაც მიმართავ. პედაგოგებს გადავაწოდოთ მიკროფონი. ქალბატონ მანდა თუ შეიძლება. მოგესალმებით. გახლავართ მანენა ალიბეგაშვილი, 51 საჯარო სკოლის დირექტორი. სამწუხაროდ ბულინგი ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო პრობლემაა და ის რომ ჩვენ სკოლაში არ ყოფილა ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, იმიტომ რომ ბულინგის რაღაც გარკვეული გამოვლინებები ალბათ ყველგან არის, ოღონდ ამის დანახვა და გამოვლენა საკმაოდ რთულია, რა ფორმა ბულინგისა გააჩნია. სკოლაში თუმცა სკოლებში დღეს ყველაფერი კეთდება საიმისოდ, მანდატურის ინსტიტუტის შემოღებამ ხელი შეუწყო უსაფრთხო სკოლის შექმნას. თუმცა ქალბატონ მანდა მაპატიეთ მე თან ჩაგერთვებით რომ ცოტა აქტიურად ვისაუბროთ. მანდატურის ინსტიტუტი თქვით და თქვათ შეამცირა ბულინგის შემთხვევები თქვენ ასე ფიქრობთ. თუმცა აი რას აკეთებთ იმ შემთხვევაში თუ მშობელი რომელსაც იბარებთ კონკრეტულ ამ ფაქტთან დაკავშირებით, პასუხობთ რომ რა მოხდა მე იჩხუბეს ბავშვებმა. ამ შემთხვევაში როგორ იქნება? სამწუხაროდ ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, როცა საზოგადოებას აქვს ეს დამოკიდებულება რა მოხდა. ამდენად, მაშინ იმ შემთხვევაში, როდესაც მშობელი ამას ამბობს, ჩვენ ვცდილობთ მშობელთან ერთად გავისაუბროთ. მანდატურები სწორედ რატომ მოვიყვანე? მანდატური დღეს არ არის სადამსჯელო.
ინსტიტუტი, ეს არის პირიქით ისინი ჩვენი სკოლის მანდატურები გადიან ტრეინინგებს, სადაც ფსიქოლოგების როლსაც ასრულებენ, არის ფსიქოლოგიური სამსახური და თუ შევატყვეთ რომ მშობელს ისეთი პრობლემა აქვს, მათი გადამისამართებაც ხდება ამ სამსახურებში, რამოდენიმე ქალაქშია გახსნილი ასეთი ტიპის ინსტიტუტი. მინდა გითხრათ რომ მთავარი არის საზოგადოების დამოკიდებულება, მშობლის ჩართულობა სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანია. ალბათ ვერ არის კარგი პედაგოგი, ასევე ყველა მშობელი ალბათ ვერ შეძლებს რომ აღზარდოს. ამიტომ არის საჭირო მათთან მუდმივი საუბარი, ძალიან კარგი რომ თქვენ ამაზე ხმამაღლა საუბრობთ. რაც მეტად გაიხსნება ეს საკითხი და ტაბუ მოეხსნება, მით უფრო კარგი იქნება, იმიტომ რომ არ შეიძლება ამის მიჩქმალვა, აღარსებობენ ესეთი როგორც მოძალა და ესე ჩაგრული, მაგრამ მათი ამოცნობა სამწუხაროდ ძალიან ძნელია. აი ეგ მაინტერესებს, როგორ ახერხებთ მათ ამოცნობას და როგორ ახერხებთ აი კონკრეტულ შემთხვევაზე რეაგირებას. აი თქვა მოხდა ფაქტი. თქვენ ამბობთ რომ სხვადასხვანაირია ბულინგის გამოვლინება. აი როგორ ანსხვავებთ თქვა ამ ტიპებს? იცით რა, როგორც კი პატარა სულ მცირე მომენტი არის რაიმე, ამას დამრიგებელი უამრავი რაღაც კეთდება სკოლაში, ჯერს ის სადამრიგებლო საათია და დამრიგებელი ყველაზე ახლოს არის ბავშვთან. როგორც კი შენიშნავს, რომ სულ პატარა რაღაც დაცინვის მომენტია, რაღაც ძირითადად როგორც წესი ბავშვები განსხვავებულს არჩევენ ხოლმე. ამდენად უნდა იყო ძალიან ფრთხილი. საჭიროა მშობლებთან, მასწავლებლებთან, მაგალითად ჩვენთან სკოლაში პირადად შემიძლია გითხრათ, ხშირად ხდება ამ თემაზე საუბარი და შემიძლია ვთქვა თამამად, რომ ერთ-ერთი სკოლა, სადაც ყველაზე ნაკლებია ასეთი შემთხვევა, თუმცა რაიმე ესეთი მკვეთრი არ ყოფილა, მაგრამ როგორც არ მოხდეს სკოლას და სკოლის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა გასვლის, ამიტომ ამაზე საუბარია მუდმივად საჭირო და დასჯა მხოლოდ არაფერს არ შვება. მუდმივი საუბარი. მივაწოდოთ მიკროფონი თუ შეიძლება თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს. მოგესალმებით, ხათუნა ბარაბაძე, პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის დირექტორი. მე დავეთანხმები ქალბატონ მანანას და დავიწყებ იმით, რომ ნამდვილად არის სკოლაში ბულინგის ფაქტები, თუმცა ამისი ამოცნობა ძალიან რთულია. ჩვენ ამოვიცნობთ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც უკვე გვაქვს ან ფიზიკური შეურაცხყოფა სახეზე, ან გვაქვს დაახლოებით სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოსულა მშობელი და თქვათ ინტერნეტის და სოციალური ქსელის საშუალებით მისი შვილი გამხდარა აი ასეთი ტიპის ბულინგის მსხვერპლი. აქვე გეტყვით, რომ მასწავლებლების ინფორმირებულობა ამ კუთხით ძალიან მწირია. თუმცა დღესდღეობით ახლა დაწყებულია პროგრამა, რომელიც ზუსტად ფსიქოლოგიური სამსახურის მეშვეობით მშობელთა ჩართულობას გულისხმობს და ვფიქრობ, რომ ოღონდ მშობელთა ჩართულობა არასრულწლოვანთა ქორწინების პროცესთან დაკავშირებით ამ მიმართულებით ხორციელდება ეს მშობელთა ჩართულობა. ვფიქრობ, რომ მშობელთა პედაგოგიზაციაც აუცილებელია, რომ მოხდეს მშობელთა ინფორმირება მსგავს სიტუაციებთან დაკავშირებით. ჩვენთან პირადად, ჩვენ სკოლაში, ჩვენთან თამამად და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ამაყი ვარ ამ მიმართულებით, რომ ძალიან კარგი სპეციალური მასწავლებელი მუშაობს, რომელიც ამავე დროს ფსიქოლოგია განათლებით, ერთი დიახ, ჩვენ და რამდენი ბავშვია სკოლაში? 2600. და 2600 ბავშვზე ერთი ნამდვილად ერთია, თუმცა ნახეთ, იმდენად მონდომებული და მოწადინებულია ეს პედაგოგი, აქვე ბრძანდება და შეგიძლიათ მასაც კითხოთ, ჩაატარა კვლევა, გამოკითხვა, 4 მიმართულებით მიმდინარეობდა ეს კვლევა, იმიტომ რომ სპეციალისტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში და გამოიკვეთა მიმართულებები და ღირებულებები, განსაკუთრებით ახალგაზრდების ღირებულებებზე გვქონდა ჩვენ აქცენტი გაკეთებული და სპეციალისტმა უფრო შეამჩნია და გააკეთა ამისი ანალიზი, თუ აი ამ პასუხებში სად შეიძლებოდა დაგვენახა, რომელ ბავშვთან შეიძლებოდა დაგვენახა, რომ ეს იყო ან ბულინგის მსხვერპლი ამ შემთხვევაში, ან თავად მოძალადე. შეიძლება მას ვკითხოთ, აი ბოლო რა შემთხვევა იყო, თუ შეწყვეტებით რომ ქალბატონი. ბოლო რა შემთხვევა იყო, აი ყველაზე გამოკვეთილი და უფრო ხშირად აი რას აძლევთ ბულინგის კვალიფიკაციას. იმიტომ რომ საბამაც თქვა და მეც მინდა ეს თემა რას უწოდებთ უკვე ჩაგვრას. ეს კიდე მოგესალმებით, მე ვარ ანა ბერუჩაშვილი, პირველი ექსპერიმენტული სკოლის სპეცპედაგოგი. კვლევა, რომელზეც ქალბატონმა ხათუნამ ისაუბრა, ასე ვთქვათ, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ დავინახოთ პოტენციური მსხვერპლი და მოძალადე.
ანუ ეს კვლევა იყო ხასიათის აქცენტუაციებზე, ბულინგის მსხვერპლისა და მოძალადის შემთხვევაში და გამოიხატა სტატისტიკური სანდოობა, ანუ საკმაოდ ისეთი იყო, თქვათ, მსხვერპლის შემთხვევაში იყო სრული სანდოობა მივიღეთ და იყო ტენდენცია, თქვათ, მოძალადის შემთხვევაზე. ანუ ეს მასწავლებლებს, რომელიც არის დაკვირვებული, რომელიც, თქვათ, ინდივიდუალურ მიდგომით ხელმძღვანელობს, აძლევს საშუალებას, რომ ეს, თქვათ, დასაწყისში, ანუ აი პრევენცია სწორედ არის ეს, რომ ამოიცნოს, ვინ შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი და ვინ შეიძლება გახდეს მოძალადე. ნუ თანაფარდობა გასაგებია, რომ არის მოძალადეების მხარეზე მეტია მოძალადე, გასაგები ბუნებრივია ვიდრე ალბათ. ხო, ესეც არის კი. ხო, ნუ გააჩნია შემთხვევას, ნუ ბოლო შემთხვევაში. მე მაინტერესებს ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. აი ეს ადამიანები, ვინც გადადიან მოძალადეების მხარეზე. ისინი უფრო მოძალადეები არიან თუ პირიქით მსხვერპლები, რომლებიც თავს იცავენ? ცოტა რთული ეს არის, ისინი არიან ორივე, ასე ვთქვათ, ხო? ასე რომ ვთქვათ, უბრალოდ ირჩევენ უკეთეს სიტუაციას. ხო, ორივე მხარეს. ისინი არიან მსხვერპლი გაგებით, რომ ისინი იძულებულები არიან, რომ აირჩიონ რომელიმე, ესე ვთქვათ, მიმართულება, ხო? თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ, რა თქმა უნდა. და თავს დაცულად გჯდობენ იმ შემთხვევაში, თუ იმიტომ რომ ძალიან რთულია, რომ შენ ესე ვთქვათ, თავი ჩაიყენო რაღაც ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც ფაქტი გაქვს, რომ ეს არის რაღაც ძალიან ცუდი, ეს არის სირცხვილი და რაღაცნაირად შეიძლება შენი თავიც კი გეწინააღმდეგება, მაგრამ მიდიხარ იქითკენ, რომ არ იდგეს, თქო, არ იყო ეპიცენტრში შენ თვითონ და იყო პასიური და ამ შემთხვევაში პასიურობაც იგივე მონაწილეობა არის. თავისთავად ხდება. კი. და აი ბოლო შემთხვევა, რაც თქვენ ეს კითხვა მითხარით ცოტა რომ არ ავწეთ თემას, თქვათ იყო რომ მე უბრალოდ ვაკვირდებოდი კლასში ერთ-ერთ ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ ბავშვს და იქ სხვა ეს თქვათ ესეთ ბავშვთან მოხდა ესეთი რაღაცა, ეს იყო ვერბალური ბულინგი და ნუ ჩემი ქცევა ამ შემთხვევაში იყო ის, რომ მე ვთხოვე ბავშვებს მასწავლებლს თხოვე დრო დაეთმო ჩემთვის, რადგანაც ბიჭები იყო თან გარატეხის ასაკი არის, მე 8 კლასი იყო, ვთხოვე რომ ბიჭები ყოფილიყვნენ მარტო და იქ ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან კარგად. იქ ესე თქვა წამოვიდა როგორც ესე თქვა მოძალადის ესე მსხვერპლის მხრიდან გახსნილობა და ეს ემოციური საუბარი იყო ძალიან ჩვენი და ეს დეფიციტია ამ ბავშვებისთვის? არავინ არ ესაუბრება მათ თუ აი ამ ბავშვებისთვის სამწუხაროდ დეფიციტი. ეს რეალობა არის. მადლობთ. მე თქვენც მინდა აუცილებლად როგორც მამაკაც პედაგოგს კითხოთ ამ შემთხვევაში, როდესაც თქვა ასეთი ბულინგის ფაქტები ხდება, თქვენ როგორ რეაგირებთ და როგორ შეგიძლიათ რომ ზემოქმედება იქონიოთ ამ ბავშვებს? პირველ რიგში გეტყვით რომ პედაგოგი არ გახლავართ, თუ არ მანდატური სამსახურის წარმომადგენელი. ვაიმე უკაცრავად ბატონო კონსტანტინე მაპატიეთ, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ მამაკაცი პედაგოგიც ყავდა, ბატონი იოსები უკაცრავად, მაშინ მოგვიანებით გადმოვალ თქვენზე. თუ შეიძლება, თუ არ შეწუხდებით. მოგესალმებით. პირველი კლასიკური გიმნაზიის მასწავლებელი. მე მინდა აღვნიშნო, რომ სანამ ფიზიკურზე გადადის ეს ძალადობა, ან მანამდე აქვს სიტყვიერ ძალადობას ხშირ შემთხვევაში. ეს შეიძლება აი გაკვეთილზეც მოხდეს, მაგალითად მოსწავლე, რომელსაც უჭირს რაღაცა, ვერ გებულობს და რაღაც საკითხები აქვს გამოტოვებული, ცდილობენ თავიანთი თავის წარმოჩენას და როდესაც აი ამ საგნის მიხედვით ვერ ახერხებენ ამას, ცდილობენ აი სხვა მხრივ, სხვა კუთხით. ერთი რამ უნდა კითხოთ აუცილებლად. მე მგონი არ ზის დარბაზში არც ერთი ადამიანი, რომელიც მსგავსი დილების წინაშე არ აღმოჩენილა ჩემი ჩათვლით. როდესაც შვილი მოდის და გელაპარაკება, ეს როცა ის შემთხვევაა, როცა გეხსნება ბავშვი და გეუბნება, რომ მას აქვს პრობლემა და მას ჩაგრავენ. ან გეუბნება მოსწავლე. თქვენ შემთხვევაში მოსწავლე მოდის და მოგმართავთ ასეთი თხოვნით. რას პასუხობთ თქვენ? მან უნდა საპასუხო დაუბრუნოს ჩაგვრელს თუ მოითმინოს? აი ამ შემთხვევაში რა რჩევას აძლევთ? აი ხშირ შემთხვევაში არ მოდიან, მაგრამ აი ამ შემთხვევაში საპასუხო რა თქმა უნდა ეს უარესია. უარეს შედეგს გამოიწვევს. აი ამ შემთხვევაში უკეთესი არის ცალკე ინდივიდუალური მიდგომა თვითონ მოძალადე მოსწავლესთან. აუცილებელი არის კლასის დამრიგებლის საქმის კურსში ჩაყენება. ანუ პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ამ შემთხვევაში არის კლასის დამრიგებელი, რომელმაც აი თითოეული მოსწავლე უნდა იცოდეს თავიდან ბოლომდე. ანუ ამისთვის არის სხვადასხვა ღონისძიებები, ექსკურსიები დაუშვათ. ლაშქრობები, ანუ აქტივობები, არა მხოლოდ თქვათ გაკვეთილი, არა მხოლოდ სწავლა, არამედ სხვა აქტივობები. რა თქმა უნდა, სკოლა არ არის მარტო სასწავლო დაწესებულება, სკოლა არის
დაწესებულებასაც შეიძლება მოსწავლე აღი პირველ რიგში აღზრდა ხდება ადამიანის და შემდეგ ხდება სწავლა და ამისათვის კლასის დამრიგებელი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. აი მაგედან იწყება და უნდა ხშირ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს იგივე თეატრებში სიარული, იგივე ექსკურსიებზე სიარული და დაკვირვება. ეს მარტო იმისთვის არ უნდა ხდებოდეს, რომ რაღაცა სანახაობა ნახონ მოსწავლემა. ეს არის იმისთვის, რომ მოსწავლეების შეცნობა მოხდეს დამრიგების მხრიდან და სხვა. თქვენ გვერდით პედაგოგს უნდა აზრის გამოთქმა 126 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ვარ და მინდა გითხრათ, რომ ეს ბულინგის არარსებობა სკოლაში არარეალურია. ყველა სკოლაში არსებობს, უბრალოდ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. მე თვითონ მქონდა შემთხვევა ასეთი 1-2 წლის წინ, თავად ბავშვებისგან წამოვიდა ეს თემა, მათ თავად ჩაატარეს კვლევა. ოღონდ არ შემოიფარგნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებით, მხოლოდ და მხოლოდ და რა დავადგინეთ, რომ არსებობს ბულინგი, ოღონდ არ ვიცით, რომ ეს არის ბულინგი, იმიტომ რომ ბულინგს აქვს რამდენიმე სახე. სამწუხაროდ ვლინდება მაშინ, როდესაც ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიდის. ფსიქოლოგიური, კიბერბულინგი ეს უკვე სხვა თემაა. დღეს მით უმეტეს აქტუალურია კიბერბულინგი. ეს ინტერნეტ სივრცეს მოიცავს და ეს უფრო ფართო მასშტაბებზე ვრცელდება და უფრო უფრო ძიმე შედეგები მოაქვს მინდა გითხრათ. არა, კიბერბულინგი ეს არა მხოლოდ მოზარდებში, არამედ რა თქმა უნდა, მაგრამ საზოგადოების ყველა წევრს შეეხო უკვე ეს ძალიან თვალნათელი. თან კიდევ რა გამოავლინეს, ეს მართლა ბავშვებმა ჩაატარეს ეს კვლევა, თვითონ გამოიკვლიეს, გაიგეს რა არის ბულინგი და უხსნიდნენ მე მათ ვინც არ იცოდა საერთოდ და გამოიკვეთა ის, რომ აგრესორი ბავშვი თავად არის მსხვერპლი. ეს ყოველთვის ასეა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ხა გადავდივართ უკვე შევდივართ სიღრმეებში, არ ვიცი რამდენად მოვერევით ამ თემას, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ერთი გადაცემაც კი, თუნდაც აი დღევანდელი დღე, ჩავთვალოთ, რომ დავიწყეთ ამ პრობლემის გააზრება. ქალბატონო ნატა, ქალბატონო ანა, ქალბატონო მაია, გთხოვთ მიკროფონებთან, ბატონო ლევან, ბატონო კონსტანტინე, ქალბატონო ეთერ. თუ შეიძლება მიკროფონებთან, ქალბატონი ნინო ადგილიდან ჩაერთვება ალბათ უკვე და დავიწყოთ სწორად აღიქვამენ თუ არა მასწავლებლები, მშობლები, რა მოვლენასთან აქვს საქმე, მოზარდების საქციელს. ქალბატონო, დავიწყოთ თქვენგან და მოგესალმებთ. აქ გამოთქმულმა მოსაზრებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენ საზოგადოებაში ბულინგის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. მე ვთვლი, რომ ჩვენ არ გვაქვს გააზრებული თუ რა მასშტაბებზე შეიძლება გავიდეს ეს პრობლემა და ეს ყველაფერი გამომდინარე იქიდან არის, რომ საზოგადოება არ არის ინფორმირებული და შედარებით მაღალ დონეზე, რასაც სახელმწიფო დონე ქვია, არ არსებობს დაინტერესება ამ პრობლემის მოგვარების თაობას. აქ ითქვა, რომ ცდილობენ თითოეული სკოლის, ასე ვთქვათ, თანამშრომლები, იქნებიან ესენი სპეცმასწავლებლები, თუნდაც ფსიქოლოგები, რომ რაღაც დონეზე ჩარევა განახორციელონ ან მოახდინონ იდენტიფიკაცია. მაგრამ იმ შეფარდების პირობებში, რაც თუნდაც ამ შემთხვევაში იყო დასახელებული, მოსწავლეების რაოდენობა და პროფესიონალის შეფარდება ამ რაოდენობასთან წარმოუდგენელ უშედეგობამდე მიგვიყვანს, იმიტომ რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება. და ეს უნდა იყოს ბევრი პროფესიონალის და მთლიანად საზოგადოების, ასე ვთქვათ, ერთიანობის საფუძველზე შესწავლილი, ჯერ შესწავლილი და შემდეგ მოგვარების გზებზე დაფიქრება საჭირო და ამ დონეზე მოგვარებული პრობლემა. მე ვიტყოდი, რომ ბულინგი არსებობს ძალიან ფართო მასშტაბებით დღესდღეობით საქართველოში, დავაკონკრეტებ სკოლებზე კეთდება აქცენტი ამ საუბრისას ესე ხდება, რომ სკოლაში ეს არის სერიოზული პრობლემა, რომლის შესახებაც მშობლების, პედაგოგების და მოსწავლეების უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს, იმიტომ რომ მისი იდენტიფიკაცია არ ხდება. როგორ უნდა მოხდეს მისი იდენტიფიკაცია? ეს არის ყველაზე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ეცეთ რა, მინდა გითხრათ, რომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ამის იდენტიფიკაცია შეუძლებელიც არის, რადგან ყოველთვის, ყოველ ჯერზე იდენტიფიკაცია შეუძლებელი არის და მხოლოდ გამოვლენაზე და შემდეგ უკვე გაფუჭებულ საქმეზე მუშაობა და ინტერვენციაზე ფიქრს ჯობია, რომ პრევენციაზე იყოს აქცენტები თავიდან გაკეთებული ჩემი აზრით, იმედია სხვაებიც დამეთანხმებიან და მხოლოდ პრევენციული მეთოდებით, თქვათ, პრობლემის აღბრუხაზე არ ვიფიქროთ, ამაზე არ ვაკეთებ აქცენტს, ეს იყოს ერთ-ერთი წარმმართველი და ვიფიქროთ პარალელურად სხვა მეთოდებზეც, ხო? მოდით პრევენციაზე ვისაუბროთ მეორე ნაწილში უფრო. ანა, თქვენ კვლევა ჩაატარეთ ამასთან დაკავშირებით და მაინტერესებს ამ კვლევის შედეგები, რა შეგვიძლია რომ ვთქვათ?
მეც აუცილებლად კვლევაზეც ვისაუბრებ, მაგრამ ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აი ბულინგზე თემა იხსნება საზოგადოებაში, უფრო მეტი სიფრთხილით მიუდგეთ და ელემენტარულად გავიაზროთ ის, რომ განვითარებულ ქვეყნებში ამაზე ტარდება სერიოზული აკადემიური კვლევები და მიდგომა არ შეიძლება იყოს მოგონილი, ექსპერიმენტული და ბავშვებზე გამოცდილი. ზუსტად ამან ესაჩვენა, როდესაც ჩვენ ლიტერატურის მიმოხილვა გავაკეთეთ, ასე ვთქვათ, ანალიზი, რომ ძალიან ხშირად ექსპერიმენტებს მიმართავენ ხოლმე. ახლა არ მინდა ნამდვილად კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ის რომ მარტო საუბარი შველოდეს ამ თემას, ან მარტო მშობელთან დაალაპარაკება და ელემენტარულად გაანალიზებული არ იყოს სკოლაში რა ხდება, ხომ არ არის სწავლების სტილი დირექტიული, ხომ არ მოდის განმტკიცება ბულინგისა დასრულებისგან, რა მდგომარეობაში არიან ეთნიკურად უმცირესი წარმომადგენელი ბავშვები, თუნდაც სხვა რელიგიური ჯგუფის მიკუთვნებული ბავშვები, ძალიან ღრმა და სერიოზული პრობლემაა. ზუსტად ესა ჩვენმა კვლევამ, რომ პრობლემის ძიება უნდა დავიწყოთ ჩვენს ირგვლივ, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ვილაპარაკოთ ბავშვებზე, როგორც აგრესორებზე და მოძალადეებზე. ეს ბავშვი არ იბადება აგრესორი და სად იპოვა აგრესია და ძალადობა? ჩემთან ხომ არ იპოვა? მე ხომ არ ვუწყობა ამას ხელს? იქნებ ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ძალიან სერიოზული სამუშაოა. აი მე იმდენად სერიოზული, რომ მაგალითად, როდესაც მე კლინიკას ჩამოვცილდი, როგორც ფსიქოლოგი, არც კი გავბედავ, რომ ინდივიდუალურ ბავშვთან ვიმუშაო, იმიტომ რომ მე შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ ამან ეს ვერ გამოასწოროს ვერანაირ. ამიტომ მე ზუსტად კვლევაზე მკითხეთ, ზუსტად ამას ეხებოდა ჩვენი კვლევა, რომ შეგვისწავლა როგორ მუშაობენ, რამდენად სერიოზულია და არ მინდა მე ფატალურ შედეგებზე ვისაუბრო, როდესაც ბულინგი მთავრდება ძალიან მძიმედ. ამიტომ ახანს იყო ესეთი შემთხვევა. დიახ და ამიტომ მინდა რომ უფრო მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ და მიზეზები ვეძებოთ ჯერ ჩვენს თავში, ჩვენს მიდგომაში, ხომ არ მოვაკელით სპეციალისტებმა რამე და შემდეგ უკვე გავიხედოთ და დახმარება ვთხოვოთ ძალიან ძლიერ სპეციალისტებს, როგორც არის სოციალური მუშაკი, როგორც არის ფსიქოლოგის სპეციალიზაციით ამ სფეროში და არა სხვა სფეროში და როდესაც ვთქვათ ჩაერევა ეს იყოს აღქმული როგორც მთელ ამ პატარა მიკროსოციუმზე და არა ერთ ორ ბავშვსა და სამ ბავშვზე. მე მაშფოთებს ცოტა ეს კმაყოფილების განცდა, რაც მე მესმის. მაია ხომ არ არის ჩვენი ბრალი ეს ზუსტად ის შეკითხვაა რომელიც ახლა ანასგან წამოვიდა და მე ამ კითხვას თქვენ გიბრუნებთ იმიტომ რომ თქვენც ჩაატარეთ კვლევა ამასთან დაკავშირებით იყო ფოკუს ჯგუფები რომელთანაც თქვენი მუშაობთ და მაინტერესებს თქვენი გამოცდილება პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ჩვენ არა გვაქვს ეროვნული კვლევა ეს არის ის პრობლემა რომელიც იმსახურებს იმას რომ ამაზე ჩატარდეს ეროვნული კვლევა თუმცა 2008 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევებში ბავშვთა მიმართ ძალადობას ეხებოდა და არ იყო კონკრეტულად ბულინგზე ძალიან საგანგაშო ციფრი მივიღეთ იქაც ამ კვლევის მიხედვით სასკოლო სივრცეში 80% ბავშვებისა ერთხელ მაინც ყოფილა ბულინგის მსხვერპლი. მაშინ როდესაც არსებობს საერთაშორისო კვლევა, ულვეუსის კვლევა, სადაც მას ესეთი ციფრები მოაქვს, რომ 10% სასკოლო სივრცეში მუდმივად არის ჩაგვრის, ასე ვთქვათ, ობიექტი, 30% არის ის, რომელსაც ერთხელ მაინც შეხებია და დანარჩენი 60% არის ბავშვები, რომლებიც ამას ყველაფერს უყურებენ. ანუ სასკოლო სივრცეში ყველა ეს ბავშვი გამოდის ბულინგის მსხვერპლი, ოღონდ სხვადასხვა ხარისხით და ჩვენთან ეს იყო 80%. ახლა რაც შეეხება კვლევას, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, ეს უფრო თვისებრივი კვლევა იყო და ჩვენ სხვადასხვა შემთხვევები, ასე ვთქვათ, кейსებს, რასაც ვეძახით, გამოვავლინეთ, საკმაოდ სამწუხარო და ამ კვლევამ აჩვენა, რომ დღეს სკოლებში ჩვენ ვხვდებით ყველა ტიპის ბულინგს. დაწყებული ფიზიკური ბულინგიდან, ფიზიკური ძალადობიდან და აქ იყო ძალიან საინტერესო ის, რომ თვითონ ბავშვებიც კი ამას ვერ აღიქვამენ როგორც სერიოზულ პრობლემას, მიაჩნიათ, რომ ეს არის სიცელქე და ასევე ამბობდნენ, რომ მასწავლებლებისთვისაც, მასწავლებლების აღქმაშიც ეს არის როგორც სიცელქე, ეს აღქმული, არ ხდება ჩარევა და ასე შემდეგ. ჭორების გავრცელება, ძალიან გავრცელებული ფორმაა ესა ბულინგისა და ჩვენ
შემთხვევებში იყო ამაზე, ასე ვთქვათ, ისტორიები. იყო ძალიან შემაწურნებელი ისტორია, ეგრეთ წოდებული ამოჩემების, ეს არის ყველაზე მძიმე ფორმა ძალადობისა. სადაც ესე იგი ბავშვმა შეიცვალა სკოლა, სხვა სკოლაში გადავიდა და იქაც კი გაყვა. მოძალადე, იქაც კი მიაკითხა და იქაც კი მოითხოვა თანაკლასებს, რომ ამასთან ნუ იმეგობრებთ. იყო მეტსახელების შერქმევა, რომ ეს ძალიან ესე ვთქვათ გავრცელებული ფორმა და ხშირად ამაზე ამბობენ მასწავლებლები, რომ ვერ ხედავთ რთულიაო, თქვენ ვერ ხედავთ თქვენს გარშემო რამდენ ბავშვს მიმართავენ დამაკნინებელი მეტსახელით. ვერ ხედავთ თქვენს გარშემო ბავშვს, რომელიც განმარტოებით ზის და არავინ არ ეკონტაქტება, რაც არის ფარული ბულინგის გამოვლინება. ანუ ბულინგისა, რომელიც არ არის თითქოს ესე დეკლარირებული, თითქოს არავინ არ ერჩის, მაგრამ არავინ არ ეურთიერთობა. ეს არის ბულინგის ერთ-ერთი ფორმა. არ გინახავთ, აი ესეც მე ვამბობ, სწორედ იმ შემთხვევების, ასე ვთქვათ, წარმოდგენას ვახდენ ახლა, არ გინახავთ ბავშვი, რომელიც აჩუქებს საკუთარ ნივთებს სხვა ბავშვებს. არ გინახავთ ესეთი ბავშვები. აი, მოდით, ყველა დირექტორს და ამას აკეთებს რატომ? იმდენად მარტოა, იმდენად იგნორირებულია. იმდენად გაუცხოებულია, რომ მას ჭირდება იყიდოს სიყვარული თავისი კლასელებისა, სწორედ მათთვის ნაჩუქარი ნივთებით. არის ასეთი შემთხვევები. ხედავთ ასეთ შემთხვევებს, აი მე რომელსაც დასცინიან რიყავენ ფემინური ან მასკულინური გამოვლინებების გამო. ძალიან ხშირია ესეთი შემთხვევები. მე პირადად მქონდა ესეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო პედაგოგისგან. ბიჭი, რომელიც ფემინურ განსხვავებულად იცმევს და არ გავს თავის თანატოლებს, დაიწყო ამაზე, ასე ვთქვათ, აქცენტირება. ეს აიტაცეს შემდეგ მოსწავლეებმა და თანდათანობით ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ აღარ დადის ეს ბავშვი სკოლაში და არავის არ ადარდებს, რომ ეს ბავშვი დღეს საგანმანათლებლო სივრცეს ცილდება რის გამო, იმიტომ რომ ის არის ბულინგის მსხვერპლი. და მშობლების რეაქცია არის ასეთი ამაზე, რომ ნუ მოვა სკოლაში, ნაკლებად დააზიანებს ჩვენ შვილებს. ეს არის ძალიან დამაფიქრებელი შემთხვევა და ანუ ეს არის პირდაპირ მართული უფროსებისგან პროცესი და არა და ყველაზე ცუდი რამ, რასაც ხშირად ჩვენ და უნებურად ალბათ უფროსი ადამიანები ვაკეთებთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს გავაცნობიეროთ. ფავორიტიზმი არის ერთ-ერთი ფორმა ძალადობისა, რასაც მასწავლებლები ძალიან ხშირად ყავთ ფავორიტი მოსწავლეები. და თქვენ ჩათვალეთ, რომ ეს ფავორიტი მოსწავლე არის როგორც აი გადაგდებული ლუკმა მთელი კლასისთვის, რომელსაც თქვენ ჩაგვრისთვის წირავთ. არ გინახავთ თქვენს კლასებში წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც იძულებული არიან, რომ უწერონ საკონტროლო წერების სხვა ბავშვებს. არ გინახავთ ესეთები? ძალიან ხშირია. ძალიან ბევრია ესეთი შემთხვევა. ამიტომ ნუ ვიტყვით, რომ ეს არ არის ხილული. ეს ჩვენს გვერდითაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს პრობლემა ვაღიაროთ და დავიწყოთ პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ პრობლემაზე. ხშირ შემთხვევაში ერთსაც ვიტყვი, ყველაზე მთავარი ალბათ რაც არის, რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე მხარეს ბავშვია. აი ეს არის ყველაზე რთული ამ სიტუაციაში. ის, ვინც ბულინგის განმახორციელებელია და ის, ვინც მსხვერპლია. და მე აქ მომესმა ესეთ ფერს, ჩვენთან არ არის ბულინგი, იმიტომ რომ ასეთი ბავშვები სკოლიდან ირიცხებიან. ეს დანაშაულია ჩემთვის. სანამ თქვენი ტყოდეთ, მე მაიას ნათქვამს გავაგრძელებ. მე გახლავართ კლინიკური ფსიქოლოგი და ძალიან ხშირი შეხება მაქვს ბავშვებთან, რომლებიც მოდიან კონკრეტული პრობლემებით ჩემამდე. ბოლო 1 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა ის პრობლემები, რომელიც უკავშირდება სკოლაზე უარის თქმას და როდესაც ხდება ასე ვთქვათ, გამოკითხვა, ინტერვიუირება და ანამნეზის ასე ვთქვათ დალაგება, აღმოჩნდება, რომ ხშირად ამის მიზეზი არის ბულინგი, რომელსაც მშობლები სახელდებას არ უკეთებენ, რაც თქვენ თქვით, ანუ ისინი ვერც აცნობიერებენ, რომ ეს ხდება და ხდება ისე, რომ მშობლის გარეშე
ისედაც ხშირად ამბობს ბავშვი ჩემთან ინტერვიუს დროს. ამის შესახებ, რადგან მათ ერთხვინებათ ამის შესახებ საუბარი და სერიოზული პრობლემაა, რომელსაც მივყავართ კლინიკურ შედეგებამდე. ამაზე ალბათ ახლა ნუ დავკონკრეტდებით, მაგრამ კლინიკური შედეგები საკმაოდ თვალშისაცემია ბავშვობის დროს და მერე ეს მიყვება ადამიანს მოზრდილობაში. ძალიან ფრთხილად უნდა. და მისი ქცევები შემდეგ უკვე მოვიდნენ ასაკში. აუცილებლად უნდა უპასუხოთ ამ შეკითხვას, რომლებიც ალბათ მაიას ნათქვამს გამოვეხმაურები და გეტყვით, რომ ნამდვილად არის ასე. მეცაც გეტყვით, იცით რაშია საქმე, მასწავლებლები რა თქმა უნდა ხედავენ ამას ყველაფერს, თუმცა ამას ისინი არ უწოდებენ ბულინგს, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ბულინგის გამომწვევი ნიშანთვისებების შესახებ. მათ არ იციან როგორ უნდა ამოიცნონ და რითი ხასიათდება ეს ყველაფერი. დაბალი თვითშეფასება მოსწავლის, ის გარიყულობის განცდა. მათ გონიათ ეს სიმურცხვეს ეძახიან, თუმცა ისინი ნაკლებად აცნობიერებენ ამას, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ბავშვის თვითრეალიზაციას და მიკუთვნებულობის განცდის არ ქონა ბავშვის განათლებლობის ხარისხის აწევაზე და ასე შემდეგ. ამდენად მასწავლებელთა ინფორმირება ამ კუთხით ნამდვილად ძალიან აუცილებელი და დროულია და მეცაც გეტყვით, ძალიან ხშირად მასწავლებელი თავად შეიძლება იყოს მოძალადე. ამ შემთხვევაში ისე რომ თვითონ ვერ აცნობიერებს, თუნდაც საგაკვეთილო პროცესში მისი მიმართვის ფორმებით და ძალიან ბევრ პედაგოგს შერჩენილი აქვს ჯერ კიდე ავტორიტარული სტილი, აი ამ თავისუფალი დემოკრატიული სტილის ნაცვლად და ისინი უპირატესობას, იმიტომ რომ ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ავტორიტარული სტილი უცებ და მყისიერად იძლევა უფრო უკეთეს შედეგს და ისინი ამ შედეგით კმაყოფილდებიან მეცოდის თვალსაზრისით. თუმცა სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი შეკითხვა, რა შედეგს ველოდებით. გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი ვერ აცნობიერებენ, რაოდენ დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ მათ თითეული ბავშვის ფსიქიკისთვის. ნინო და მე მაია მოპასუხოს თუ შეიძლება მე ნინო და მე ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის პასუხისმგებლობა, კითხვის ნიშნავს არასოდეს არ დადგება. ბუნებრივია მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს მშობლის პასუხისმგებლობა. მე თვითონ მშობელი ვარ და მაქვს იმის უფლება, რომ ვთქვა ეს გადამწყვეტი როლი მაქვს მე როგორც დედას და ჩემს მეუღლეს როგორც მამას, იქნება ჩემი შვილი მოძალადე თუ არა. ვერც ერთი მასწავლებელი ვერ შეძლებს იმას, რასაც შევძლებ მე. ვერც დირექტორი, ვერც ფსიქოლოგი და ვერც ვერავინ, ბუნებრივია, ხო? ოჯახი არის ყველაზე მთავარი და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს მშობელს. თუმცა ხაზგასმით ვამბობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებლის პასუხისმგებლობა რამენაირად არის ნაკლები. მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ როდესაც მასწავლებლებზე ვსაუბრობ, ძალიან სიფრთხილეა ეგ საჭირო. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მასწავლებლები და მასწავლებლები, რომლებიც საჭიროებენ ინტენსიურად გადამზადებას, მოდი ესე ვთქვათ, მომზადებას და ასე შემდეგ, რომ ისინი კარგები გახდნენ. მთლიანად მასწავლებელთა კორპუსზე საუბარი, რომ მასწავლებლები ასე იქცევიან, საფრთხილოა ცოტა, მოდი ესე ვთქვათ, მასწავლებლის ავტორიტეტისთვის. ეს პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. და ამიტომ მე ჩემი აზრი იქნებოდა ესეთი, რომ ვთქვათ, რომ ესეთი შემთხვევები სკოლაში ნამდვილად არსებობს, ქალბატონი მაია, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ანა ჩვენ შევხვდით მასწავლებლის ეთიკის კოდექსზე მუშაობის დროს, ჩემთვისაც ცნობილია არაერთი შემთხვევა. მე თვითონ დავდიოდი სკოლებში, გასაუბრება მქონდა მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან, სანამ ეთიკის კოდექსი შეიქმნებოდა მანამდე და არაერთი შემთხვევა ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი და ბავშვების მიერ დაწერილი, რა თქმა უნდა, ანონიმურად, რომ მე ის გამოგვეყენებინა ჩვენ ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელოსთვის. ესეთი ფაქტები არსებობს, არავინ არ უარყოფს, მაგრამ ზოგადად მთლიანად, როგორც არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მშობელი არის კარგი ან ცუდი, ასე არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებლები ესე იქცევიან, ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ მე მცხვენია ხოლმე იმ არაჩვეულებრივი მასწავლებლების წინაშე, რომელსაც მე პირადად ვიცნობ, ბევრი მათგანი ჩემ შვილს ასწავლის და მე ძალიან მადლობელი ვარ მათი. და ისინი არ იმსახურებენ იმას, რომ დავშოთ მთლიანად კორპუსზე ვილაპარაკოთ. თუმცა ფაქტები არსებობს, ეს ფაქტები უნდა გამოსწორდეს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა რაღაც წერტილოვან დისკუსიას ვაკეთებთ, ეს უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომ არა ძალადობას რა თქმა უნდა არ არის გამოსავალი მოსწავლის სკოლიდან გაშვება ეს დანაშაული. მაია უპასუხოთ რა თქმა უნდა. სწორედ ამაზე საუბრობდა სკოლის დირექტორი. არ მინდა მეთქი და ქალბატონმა ნინომ ამაზე უკვე ხაზი გაუსვა. არ მინდა მეთქი რომ ეხლა ამ შემთხვევაში განტევების ვაცი გამოვიდეს მასწავლებელი და მთელი პასუხისმგებლობა მას დავაკისროთ. მასწავლებელს, რომელსაც მოდი ვთქვათ პირდაპირ აქვს ძალიან პატარა ხელფასი, ძალიან ასე ვთქვათ შეცვლილი იმიჯი, სხვა იყო
ჩემს ბავშვობაში მასწავლებელი და სხვა არის დღეს ძალიან სამწუხაროა აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად მას უწევს 35 ბავშვთან ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მასწავლებელს. ანუ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ გვინდა რომ სკოლაში ბავშვი იყოს უსაფრთხოდ, ჩემი პოზიცია პირადად ასეთი იქნებოდა, რომ მოდით პირველ რიგში მივხედოთ მასწავლებელს. და მიხედვაში ძალიან ბევრ რამეს გულისხმობ. თუმცა ისინი თავად ითხოვენ განათლებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მშობელი სკოლა და საზოგადოება, ესე უნდა იყვნენ პარტნიორები და ორიენტირებულები ბავშვის ვერც ვიტყვით, რომ მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს, ვერც მშობელი გადაწყვიტოს. ეს არის პარტნიორული შეთანხმებული და ხშირად მშობლების პედაგოგიზაციაც კი მსმენია ესეთი ტერმინი მე ბატონებას ძალიან დიდი დაპირისპირებაა. სკოლა ყოველთვის ხელს იშვერს ოჯახისკენ, ოჯახი ხელს იშვერს სკოლისკენ და ძალიან ბევრი მუშაობა გვჭირდება იმისთვის, რომ სკოლა და ოჯახი გახდნენ პარტნიორები იმისათვის, რომ ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ. არა მხოლოდ ფიზიკურად. კაბდონინო, ვინ უნდა მიეწოდოს პედაგოგებს ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი ითხოვენ, აი სწორედ ამ მიმართულებით, აი ეთიკის კოდექსის მიმართულებით, რომელიც თქვენ უკვე იცით რაშია საქმე კაბატონინო, ინფორმაციის მიწოდება არ არის გამოსავალი. ინფორმაციის მიწოდება არის ერთ-ერთი გზა, მაგრამ არა საუკეთესო გზა მიზნის მისაღწევად. იმიტომ გითხარით, რომ ეს უნდა იყოს დიდი კომპლექსური პროგრამის შემადგენელი ნაწილი. ნახეთ, მასწავლებელი, მშობელი, საზოგადოება, ტელევიზია, გადაცემები, მედია, ეს არის მთელი ბლოკი, რომელიც ერთად მთელი კომპლექსი, რომელიც ერთად უნდა მუშაობდეს ამისთვის. წეგან თქვენ ახსენეთ, რომ რაღაც ამაღარ მახსოვს, ბექა მგონი ხო, დასაწყისში, რომ ძალიან ხშირად ხდება სტატიები იმის შესახებ, როგორ არ უნდა დაიჩაგროს მაგალითად ბავშვი, მაგრამ კეთილგანწყობის შესახებ ძალიან იშვიათად. შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდება კი ბატონო, ეთიკის კოდექსში რაც წერია, ეს მასწავლებელმა გაიცნო, თვითონ მასწავლებლები იყვნენ ამაში ჩართული, ეს ინფორმაცია მიიღო, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს, ან მასწავლებელი ან მშობელი, ამაზე მეტი სამუშაოა. ეხლა ის იყო მცდელობა ჩვენი მხრიდან, რომ მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელო შეიქმნა, როგორ კონკრეტული მაგალითები ავიღეთ სკოლებიდან, საქართველოს სკოლებიდან, ეს ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეს არ არის საერთაშორისო გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ეთიკის კოდექსებს გახსნით ინტერნეტს და თქვენ თვითონ ნახავთ სხვადასხვა ქვეყნებში როგორია, ან რა წერიაში. მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენ მასწავლებლებს რა ჭირდება, ჩვენ მშობლებს რა ჭირდება, ჩვენ მოსწავლეებს. ნაციონალური თავისებურებების გათვალისწინება. აბსოლუტურად. და სახელმწიფოს დაუბრუნდები. ეს მაგალითები ავიღეთ სკოლებიდან და შემდეგ ფსიქოლოგის, მშობლის და მასწავლებლის და განათლების სპეციალისტის კომენტარები ახლავს ამ კონკრეტულ შემთხვევებს, რომ რა იქნებოდა აქედან საუკეთესო გამოსავალი. სახელმწიფო ისე ავაგეთ, რომ არცად არ მივეცით საბოლოო რეცეპტი, რომ ეს არის გამოსავალი, არამედ დავტოვეთ ფიქრის საშუალება. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პოპულარული გამოდგა ეს წიგნი მასწავლებლებისთვის, იმით ვიცი, რომ ხელმეორედ გახდა საჭირო მისი დაბეჭდვა. ანუ ეს იყო ერთი პატარა მცდელობა იმისათვის, რომ აი კონკრეტულ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მოდით ჩვენ მთელი მეორე გაყოფილება წინ ზუსტად ამაზე სასაუბროთ და მოვიტოვოთ. ეხლა სულ მცირე საანონსო ჭრაზე გავიდეთ, ან არა მის თქმას სხვა დაპირებდით და გავაკეთებთ. მაინც მე ჩემს პოზიციაზე დავრჩები, ჩემთვის არ დგას თემა სკოლა და ოჯახი არა. თემა დგას ასე: ბავშვი, რომელიც არის არასრულწლოვანი და უნდა დაცული იყოს და ყველა სხვა. ამიტომ ის რაც ხდება სკოლაში, კანონმდებლობის მიხედვით, დიახ არის სკოლის პასუხისმგებლობა და ჩვენ ვირჩევთ, რომ ვიმუშაოთ ამ პირობებში, ძალადობას არ განაპირობებს ხელფასი. მაღალ ხელფასს და დაბალ ხელფასს მე ან ვარ მოძალადი, ან არ ვარ. ამიტომ ჩემთვის საკითხი ესე დგას: ბავშვი და ყველა დანარჩენი ერთად. კანონმდებლობა აწესრიგებს დანარჩენიდან ვინ სად არის პასუხისმგებელი. სწორედ ამაზე მოდით ვისაუბროთ მეორე განყოფილებაში. ძალიან პატარა საანონსო ჭრა გვაქვს ახლა და 2 წუთში დავბრუნდებით ისევ ეთერში.
იწყება 39-ე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 20 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ მშობლების პირადობის მოწმობების ასლები, მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები, შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები, მოსანათლის 2 ფოტო 3-4-ზე დაბეჭდილი CD დისკით. საკონტაქტო ტელეფონები 593 90 08 555 41 33 40 593 46 45 71. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 6 აპრილიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელი სასერტიფიკაციო გამოცდებს ატარებს. გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით ჩატარდება. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. თითოეული გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 30 საგამოცდო ტესტი შეირჩევა. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი. გამოცდაზე გამოცხადებისას თან იქონიეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდები 3w.cesco.g, 3w.electionreforms.g ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე 2 51 00 51 ან 2 61 21 11. 15 აპრილიდან 21 მაისამდე აკადემიური ხელოვნებისა და კლასიკური მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი აღდგომიდან ამაღლებამდე სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე გორსანტია. წლის საუკეთესო საერთაშორისო პროექტად აღიარებული ფესტივალი და ტრადიციად ქცეული ვარსკვლავთმცვენა დედაქალაქისა და რეგიონების საკონცერტო დარბაზებში. ნინო მაჩაიძე, ხენ ციმბალისტა, სერგეი ბაბაიანი, შალვა მუქერია. ასევე გამორჩეული ქართველი სოლისტები და მუსიკალური კოლექტივები. თბილისი, ჩოხატაური, ბაღდათი, ხარაგაული, ბათუმი. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი. სიმსივნური დაავადებები ბავშვებსა და ახალგაზრდებში, მკურნალობის მეთოდები, ასაკობრივი ფაქტორი და ეფექტიანი შედეგის მაჩვენებელი. ხვალ 10 საათსა და 15 წუთზე. გადაცემაში პირადი ექიმი მარი მალაზონია. მათ არ სიამოვნებთ, როცა ამ მხარეს არასტაბილურს უწოდებენ. იძახიან, რომ აქ ტერორისტები არიან და ისინი არიან, ასენი არიან. არანაირი ტერორისტი აქ არის და არ არის და მათთვის გაუგებარია, რომ ზოგიერთისთვის ეს კუთხე დღემდე მებრძოლებთან და კრიმინალთან ასოცირდება. ჩვენ არავითარ საშუალებას არავისადმი არ წარმოადგენთ, ჩვეულებრივი სრულუფლებიანი და სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები ვართ. ქისტი მოსახლეობის საუბარი პრობლემებზე, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად თავს არიდებენ. ქისტებს ყოველთვის ჰქონდათ ეს პრობლემა. ყველა ხელისუფლების დროს შევარნაძის ნაციონალების და ახალ ხელისუფლების. პატარა ყურადღება მოექცეს ამ ხეობას. აქ სულ სხვანაირად ძირფესიანად შეიცვლებოდა ეს ყველაფერი, ცხოვრება, საერთო მიმართება, გარე გავლენებისადმი. ნახეთ კვირას 19 აპრილს 20 საათსა და 30 წუთზე ზვიად მჭედლიშვილის ტელებლოგი პანკისის სხვა რაკურსით. ბრუნდებით რეალურ სივრცეში და საუბრობთ თემაზე ბულინგი მოზარდებში. ანუ ჩაგვრა მოზარდების მხრიდან სხვა მოზარდების. ეთერ, აი თქვენი უწყება რამდენად არის ჩართული ამ პროცესში და რამდენად ხშირად შემოდის თქვენთან სიგნალი იმის შესახებ, რომ სკოლაში, თქვათ, კონკრეტულ ბულინგს აქვს, თქვათ, ადგილი. ბულინგის გამოვლინებას. მე მოგახსენებთ, რომ არსებობს 2010 წელს შექმნილი დოკუმენტი, ეს არის ბრძანება, რომელსაც სამმა მინისტრმა მოაწერა ხელი. ეს არის ჯანდაცვის მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ ეს არის ბრძანება, რომელიც შეეხება ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში რეფერირების პროცედურებს. შესაბამისად, ამ დოკუმენტის მიხედვით ძალადობის შემთხვევებში ჩართული სამი სუბიექტი, ეს ზემოჩამოთვლილი სამივე სამინისტროს წარმომადგენლები, პედაგოგები, მანდატურები, სოციალური მუშაკების სააგენტოდან, შინაგან საქმეთა
თან საპატრულო პოლიცია უბნის ინსპექტორები და იქ გაწერილია ბრძანებაში კონკრეტულად ყველას ფუნქციები, უფლება, მოვალეობები. სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, რომ სანამ შეიქმნებოდა ეს რეფერირების პროცედურების შესახებ ბრძანება, მომართვიანობა როგორც ასეთი არ არსებობდა სააგენტოში, იმიტომ არა რომ არ იყო ძალადობა, არამედ იმიტომ რომ გარკვეულად საზოგადოებიდან არანაირი შემტყობინებელი არ არსებობდა, რომელიც მოიტანდა ინფორმაციას არსებული ძალადობის შესახებ. რეფერირების პროცედურების ბრძანების დამტკიცების შემდეგ მინდა გითხრათ, რომ შემოვიდა ძალადობის შემთხვევები, იმუშავა ამ დოკუმენტმა და მზარდია ეს შემთხვევები, ანუ 2010 წელს თუ იყო 40 ძალადობის შემთხვევა შემოსული, 40 განცხადებული შემთხვევა. დამტკიცებული მეტი მომართვა იყო, მაგრამ ძალადობა დადასტურდა 40 შემთხვევაში. 2014 წელს უკვე იყო 364 შემთხვევა დამტკიცებული, 2015 წელს 128 შემთხვევა გვაქვს ჯერჯერობით დამტკიცებული, რომელზეც მუშაობთ. ეს არის ზოგადად ძალადობის თემაზე საუბრობთ ეთერ თუ ახლა ჩვენ საუბრობთ სკოლაში მოზარდების? არა, ზოგადად ძალადობის შესახებ და ეს ნებისმიერი ტიპის ძალადობა შეიძლება იყოს. მაგრამ მინდა, რადგან დღევანდელი თემა ბულინგში ეხება, აღვნიშნოთ და ხაზგასმით ცალსახად აღვნიშნოთ ის, რომ არც ერთი ბულინგის შემთხვევის გადმომისამართება არ მომხდარა სააგენტოში. ეს მეტყველებს რაღაცაზე, შეიძლება კონკრეტულად რაზე? აი, სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება არ შემოვიდეს ეს მომართვა. შეიძლება ის, რაც დღეს აღნიშნეს პედაგოგებმა, დირექტორებმა, რომ იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ. შეიძლება ვიღაცა ახდენს იდენტიფიცირებას და არის იმის შიში, რომ დაუშვათ თუ ეს მათ სკოლაში ხდება, ესე იგი რაღაც სკოლის მინუსში რომ არ ჩაიწეროს შეიძლება. შეიძლება რაღაც გარკვეული მოსაზრებით, აი სხვადასხვა მიზეზები შეიძლება იყოს, შეიძლება პედაგოგი, აი რაც ანა მახსენა ბოლო შემთხვევაში პედაგოგმა იცოდა რომ ხორციელდებოდა არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური ძალადობა რაღაც, მაგრამ არ მიაქცია ყურადღება და მხოლოდ საშინელი ფაქტის დადგომის შემდეგ მან გააცნობიერა რომ ეს ძალიან ყურადღება მისაქცევი იყო. კონკრეტულად ვინ უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია? მანდატური სამსახურმა თუ დირექტორმა? იცით რა არის, ჩვენ მაგალითად სააგენტოში გაწერილი გვაქვს ინსტრუქცია ნებისმიერ დონეზე ვის რა ფუნქციები და მოვალეობები აქვს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც ამ ბრძანების შესაბამისად შიდა ინსტრუქცია უნდა არსებობდეს, ვისაც დაევალება უშუალოდ სავალდებულო შეტყობინება. თორემ შემტყობინებელი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს და შემტყობინება ანონიმურიც შეიძლება იყოს. ჩვენ ყველა ვარიანტში მყისიერი რეაგირება. ყველა ვარიანტში გვაქვს რეაგირება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით შემოდის შეტყობინება და ვინ გვატყობინებს, მაგრამ სავალდებულო შემტყობინებლები უნდა იყვნენ ამ სამი სტრუქტურის წარმომადგენლები. მე მაინტერესებს, აი მოსწავლეს თვითონ შეუძლია შეტყობინება განახორციელოს თუ აუცილებლად უნდა მიმართოს თქვათ მანდატურს, ან უნდა მიმართოს სკოლის დირექტორს ჯერ. ანუ ეს საფეხური უნდა გაიაროს მან თუ პირდაპირ შეუძლია მომართვა? შეუძლია მომართვა. თუ მოგმართავს მოსწავლეს, მაგრამ მე ძალიან ხაზგასმით მინდა დავეთანხმო და აღვნიშნო ანას პოზიცია. ამ მოცემულობაში აუცილებლად აი ესეთი ეკორუკა უნდა დავხატოთ. ბავშვი უნდა იყოს ცენტრში და სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ორი ბავშვი გვეყოლება როგორც მინიმუმ და მის გარშემო არ შეიძლება ვერთანხმები ქალბატონ ნინოსაც იმაში რომ ერთ ადამიანს არ შეიძლება დავაკისროთ მთელი პასუხისმგებლობები, იმიტომ რომ ბავშვი როცა მიდის სკოლაში ოჯახური მდგომარეობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება ხშირ შემთხვევაში ის მოძალადე თუ ჩაგრული თუ რომელი მხარეც არ უნდა იყოს ოჯახური პრობლემებიდან გამომდინარეა. ამიტომ აი ამ ბავშვის გარშემო სიძრეში უნდა დავაყენოთ პედაგოგი, ოჯახი, მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ფსიქოლოგი, ეკლესია თუ ყავს. აი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უნდა იყოს ჩართული და ძალიან ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს და ძალიან მნიშვნელოვანია შესწავლა ამ დროს. ჩვენ ყავს სოციალური მუშაკის კადრი, რომლებიც რეფერირების დროს მიდიან, ძირფესვიანად სწავლობენ, ახდენენ ოჯახის შეფასებას, წარმოაჩენენ პრობლემებს, რომლებიც შეიძლება იყოს
ძალიან გამსაზღვრელი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ესეთი ცენტრში ყურადღების ცენტრში მოვაქციოთ ბავშვი და მის გარშემო ყველა ის ორგანიზაცია სახელმწიფო იქნება თუ არასამთავრობო ჩვენ ძალიან ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციასაც მივმართათ დახმარების მიზნით ამაში ყველა უნდა იყოს ჩართული და აუცილებლად მედიის წარმომადგენლებიც რომლებმაც ძალიან სწორად და კარგად უნდა გააშუქოს. აი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ის 80%, რაც მოხდა და არც ერთი არ შეგატყობინეს, იყო კანონის დარღვევა. ანუ ყველა ამ შემთხვევაში, ყველა პედაგოგმა სავალდებულო შეტყობინება არ გააკეთა, მას ვალდებულება აქვს შეტყობინებს. ძალიან მალე შემოდის ამაზე უკვე სანქციაც დაწერილია, როგორც ვიცით, ცვლილებები, ხო? როდესაც თუ არ შეატყობინებს, იქ მატერიალური სანქციაც არის რაღაც გარკვეული თანხის ასე ვთქვათ, რაოდენობით გაწერილი. ანუ ეს არ არის თემა, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, აი, მინდა ასე გავაკეთებ, მინდა ასე, მინდა დაველაპარაკებ, მინდა სახში გავუშვებ, მინდა გაკვეთილიდან გავათავისუფლებ. კანონში წერია, რომ უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად კანონის ჩარჩოში. სხვა შემთხვევაში აუცილებლად შეგვეკითხებიან, სად იყავით, როდესაც იცოდით, რომ ეს თქვენი ვალდებულება იყო. აი მინდა დავამატო ერთი წამით ძალიან მნიშვნელოვანია მათ სწორად ინფორმირებულობას უნდა იცოდნენ ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ იცით ნამდვილად შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ მაგრამ ბოლო შემთხვევა რომელიც ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდა სამწუხაროდ პედაგოგმა ამ რეფერირების დოკუმენტის შესახებ არ იცოდა მიუტანა სოციალურმა მუშაკმა გააცნო და ნუ მისთვის ეს უცნობი იყო მაგას არ აქვს მნიშვნელობა კარგი მასწავლებლები დარწმუნებული ვარ იმ ტრენინგებზე რომლებიც უნდა ჩატარდეს და მათ განათლებას მოხდეს პირველ რიგში ისინი წავლენ მაგას არ აქვს მნიშვნელობა ეს ყველამ უნდა მოიცოს ეს თემა არის ახალი და ხშირად შეიძლება მართლა არ ჩათვალოს პედაგოგმა თუ მას რაღაც სპეციალურად არ ვასწავლეთ არ გავანათლეთ რომ ეს არის ბულინგი აი ნამდვილად კვალიფიკაციას ვერ მისცემს კვალიფიკაციას ვერ მისცემს შეიძლება იყოს კარგი გეოგრაფიის მასწავლებელი მაგრამ ბულინგზე ნაკლები ინფორმაცია ქონდეს გისმენთ მოგესალმებით მე გახლავართ თბილისის 92 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე კვირიკაშვილი მინდა გამოვეხმაურო ქალბატონს და ვთქვა რომ ნამდვილად ამ დოკუმენტის შესახებ ნაკლებად არის ცნობილი არათუ პედაგოგებში არამედ დირექტორებშიც პირადად ჩვენ სკოლაში ამ თქვენ ბრძანეთ რომ განათლების სამინისტრომ უნდა გაანაწილოს ფუნქციები განათლების სამინისტრო ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია თვითონ სკოლის დირექტორმა სკოლაში განათლების სამინისტრო ცენტრალიზებულად ვერ განსაზღვრავს 2084 სკოლაში რომელმა პედაგოგმა როგორ უნდა იმოქმედოს ამ შემთხვევაში ჩვენ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით გამოვეცით შიდა ბრძანება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი სადაც გაწერილია კონკრეტულად ვინ როგორ როდის იქცევა ანუ გადასარევად არის გაწერილი ნიშნები ეს სიმართლეს გეუბნები და გულწრფელი ვარ ეს ბრძანება მოვიძიე მას შემდეგ რაც პრესაში და ტელევიზიაში ძალიან ინტენსიურად დაიწყო ამაზე საუბარი და ეს პირველად არასრულწლოვანის ქორწინებას შეეხო სხვათა შორის და სწორედ მაშინ დავინტერესდი და მე თავად მოვიძიე ეს ერთობლივი ბრძანება დეტალურად და ძალიან ყურადღებით წავიკითხე და იქ ძალიან კარგად არის სკოლის ფუნქციები გაწერილი როგორ უნდა მოვიქცეთ და მინდა გითხრათ რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ კუთხით მუშაობა და პირობას გაძლევთ რომ აუცილებლად იქნება შეტყობინება და კიდევ ერთი. შედეგიც ახეზეა, იმიტომ რომ უკვე შეტყობინებები შემოდის აზარსულწლოვანთა ქორწინებებზე. შემოვიდა ორი რეგიონიდან უკვე ბევრი შეტყობინება. ბატონ გოსნატინე, ერთი რამ მინდა დავამატო. ერთი რა 2010 წლიდან არსებობს ეს ბრძანებულება და თქვენ ამბობთ რომ ეხლა გაიგეთ ამის ეს ვისი პასუხის ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? მინდა გითხრათ რომ არაერთი ტრენინგი ჩატარდა სოციალური მომსახურების სააგენტო იყო ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ტრენინგი იყო საკმაოდ ფართომასშტაბიანი მანდატური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს არაერთხელ ჩატარდა მინდა გითხრათ და ეს ინფორმაცია რა ვიცი ეს არის საოცრება როდესაც რაღაცა ტარდება და ამის შესახებ ადამიანებმა ვისაც ეს უშუალოდ ეხება არ იციან ბატონო კონსტანტინე მანდატურის ინსტიტუტი რომელიც ფაქტიურად თითქოს შეიქმნა იმისთვის რომ ეს პრობლემები შემცირებული იყოს სკოლაში რა შედეგია დღეს
ზოგადად სკოლებში სადაც მანდატურები არიან, ზალადობის შემთხვევები კლებულობს ყოველწლიურად, ამაზე მეტყველებს სტატისტიკა. არსებობს სტატისტიკა. კი, რა თქმა უნდა. კი, მაგრამ თუ შეტყობინებები არ შედის სტატისტიკა როგორ არის? ამასთან დაკავშირებითაც გეტყვით, ჩვენ წინა წელს დავიწყეთ ყველა მანდატურის გადამზადება ზუსტად რეფერირების საკითხებში. გაიარა ყველა მანდატურმა გადამზადება შესაბამისი გამოცდაც ჩააბარეს. ეხაც მიმდინარეობს კიდე ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა ტრეინინგი ზუსტად და ბატონი ლევანი ალბათ დაწვრილებით ილაპარაკებს ამ საკითხთან დაკავშირებით და გაზრდილი არის რიცხვი რეფერირების ზუსტად ჩვენი მანდატურების მხრიდან სოციალურ სააგენტოში ალბათ. მაშინ ბატონ ლევანი როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ალბათ ამ თემაზე ძალიან ამომწურა პასუხს გაგცემს ამ ეტაპზე რა ხდება სამინისტროში, როგორია სამინისტროს ხედვა ამ პრობლემასთან დაკავშირებით? სამინისტროს ხედვას თლათ სამინისტროს წარმომადგენელი კი ვარ, მაგრამ უფრო მანდატური სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრი, უფროსის მოადგილე ვარ და ცენტრებია ჩემი დაარსებული, მაგრამ ვინაიდან ეს ეხება კონკრეტულად ბულინგს, ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ესეთი რეფერირების მეგეთყვით მანდ პრობლემა არის რაში რეალურად პრობლემა არის იმაში რომ ჩვენგან რა თქმა უნდა შეტყობინებები სოციალურ სააგენტოში მიდიოდა ეხაც მიდის უბრალოდ სხვა ფორმით მიდიოდა თუ გახსოვთ ჩვენ ამაზე ერთხელ ვისაუბრეთ უკვე კი ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაქვს ხო უბრალოდ ფორმა არ ივსებოდა ისეთი და მიდიოდა მაგრამ ნუ თანამშრომლობთ ძალიან ჭიდროდ ანუ სტატისტიკა არ იწარმოებოდა და იმალებოდა ეს შემთხვევაში არა იმალებოდა ცოტა არ არის სწორი ფორმა არა ფორმა ერთი წუთით მანდატური სამსახურის სამინისტრის ბრძანებაში არ არის მოხსენიებული. და ამიტომ არა სამინისტრის ბრძანებაში ვერ იქნება მოხსენიებული, ამიტომ მე სკოლა არის და ეხლა ცვლილება უნდა ინსტრუქცია უნდა გაიწეროს და ცენტრალურად გაიწერება ეს თუ ვინმეს დაევალება კონკრეტულად უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი. სავალდებულო შემწყობინებელი. ყველა შემთხვევაში ოფიციალურად მიდიოდა განცხადება სოციალურ სააგენტოში. ხო, უბრალოდ არ სტატისტიკა გვაქვს. ბატონ ლევან, შემდეგ და ძალადობაზე ახსოვდა. მე რაღაც ხე სხვაგან წავედით. მოკლედ, ეხლა სიტუაცია არის ესეთი, რომ გადაწყდა UNICEF-თან ერთად და სამინისტროსთან განათლების მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, რომ სკოლაში უნდა იყოს ერთი პასუხისმგებელი პირი გადამისამართებაზე თორე ანუ კონკრეტულად ამბის მიმტანი უნდა არსებობდეს ადამიანი, ვინც იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს ინფორმაცია უნდა წავიდეს როგორც სოციალურ სააგენტოში, ასევე უნდა მოხვდეს ჩვენთან ფსიქოლოგიურ ცენტრში. გადაწყვეტილება არის ესეთი, რომ იმ სკოლებში სადაც არიან მანდატურები, ეს იქნება ერთი მანდატური, რომელიღაცა, სადაც არ არიან მანდატურები, ეს იქნება რომელიღაცა მოადგილე, ეს იქნება მოადგილე, რომელიღაცა დირექტორის მოადგილე და ამისთვის მომზადდა სპეციალური ტრენინგი და ჩვენ დავიწყეთ ახლა მანდატურებით, რასაც დავამთავრებთ ალბათ ორ თვეში, იმიტომ რომ 1000-ზე მეტი მანდატური გვაქვს გადასამზადებელი და შემდეგ გადავამზადებთ თქვათ პედაგოგებს, კერპოსეთ მოადგილეებს, დირექტორის მოადგილეებს, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელი იმაზე რომ მოხდეს უნდა გადამისამართება. ბატონ ლევან, აუცილებლად მინდა გითხოთ, რა საკეთებს მანდატური იმ მომენტში, როდესაც ის ხედავს ერთი მოზარდის მიერ მეორის ჩაგვრის ფაქტს. იცით რა, მანდატური ვალდებულია იმ მომენტში, რომ თუ დავუშვათ ეს არის ფიზიკური ჩაგვრა, უნდა ფიზიკურად უნდა ჩაერიოს და გააშველოს ერთმანეთისგან, ეს აუცილებლად. თუ დავუშვათ მანდატურმა შეამჩნია, რომ თქვათ ბავშვი არის მოწყენილი, ამას ჩვენ მართლა ვასწავლით, თან ვასწავლით საკმაოდ სერიოზულად, ამ ბავშვი არის გარიყული, ან არის მოწყენილი, ან არის დავუშვათ რაღაცნაირად გამოირჩევა მისი ქცევა, თქვათ, გუშინდელი და არა, ნუ თქვათ გუშინდელი და გუშინწინდელი მისივე ქცევისგან, მანდატური ამას ატყობინებს დამრიგებელს, ატყობინებს სკოლის დირექციას და გვატყობინებს ჩვენ. ხა საქმე რაში გახლავთ, რომ ფსიქოლოგიური მომსახურება არის ყოველთვის ნებაყოფლობითი. ანუ ფსიქოლოგიურ ცენტრში ადამიანს ვერ მოიყვანს სხვანაირად, ის უნდა მოვიდეს თვითონ. ამიტომ, როდესაც ჩვენ უკავშირდებით მშობელს, შემდეგ უკვე მშობელზეა ეს დამოკიდებული, თქვათ ისინი მოიყვანენ ბავშვს ჩვენთან თუ არა. მინდა გითხრათ, თუ უმეტესწილად მაინც მოყავთ. ანუ ჩვენი სპეციალისტები ახერხებენ იმას, რომ თქვათ მშობელს. მაგრამ ხო შეიძლება იქვე წარმოიქმნას ძალიან დიდი დისკომფორტი ბავშვისთვის და ბავშვი პირიქით გაიქცეს ამ პრობლემაზე. მან უარი განაცხადოს ფსიქოლოგის მომსახურებაზე სიტყვაზე, ან არ ხო ხვდებით ახლა ფსიქოლოგი ძალიან ფაქიზი თემაა. მე შეიძლება ვიღაცასთან მომინდეს რაღაცის თქმა და ვიღაცასთან არ მომინდეს რაღაცის. იცით, სკოლაში ფსიქოლოგი არ არის იმ წუთში. სკოლაში არის მანდატური. მანდატურს არ შეუძლია ფსიქოლოგის ჩანაცვლება და ფსიქოლოგიური, ესე ვთქვათ,
ფსიქოლოგიური სამუშაოს გაწევა. აქედან გამომდინარე მანდატურს შეუძლია იმ მომზადების ფარგლებში, რასაც ის გადის, შეუძლია თქვათ ბავშვს დაელაპარაკოს, შეუძლია ბავშვი დაამშვიდოს, თქვათ შეუძლია შესთავაზოს დახმარება. ძალიან ხშირად მინაგზად ბავშვები თვითონ მიდიან ხოლმე მანდატურთან და თხოვენ ხოლმე თქვათ რაღაც დახმარებას და თხოვენ დალაპარაკებას და ასე შემდეგ და მანდატურს შეუძლია შეატყობიოს სკოლის დირექციას. ბატონო კონსტანტინე, აი რა შემთხვევებია ხოლმე? თქვენ ახსენეთ სტატისტიკა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი სტატისტიკური მონაცემებით რა შემთხვევებია უფრო, აი იგივე კიბერბულინგი იყო ნახსენები. აი ამის ამოცნობა როგორ ხდება? ამაში მაგას მე გეტყვით ამას ბატონი კონსტანტინე ვერ გეტყვით. სინამდვილეში მინდა გითხრათ, რომ კიბერბულინგის ამოცნობა სკოლაში სრულიად შეუძლებელია, აბსოლუტურად. ხო, მაგრამ ეს სკოლის მონაცემებიც მაინტერესებს და შემდეგ კიბერბულინგის ამოცნობას უბრალოდ სჭირდება პროფესიონალი, რომელიც ზის, ესე ვთქვათ, როგორც ამბობენ კომპიუტერის სპეციალისტები, რომელიც ზის ინტერნეტში და რომელიც ამას ადევნებს გამუდმებით თვალს. კიბერბულინგს სხვანაირად ვერ ამოიცნობთ უბრალოდ, ეს არის პროფესიონალის სამუშაო. და რაც შეეხება სკოლებში კი არის ბევრი ტიპის დარღვევები არის, მაგრამ ძირითადად სკოლის ტერიტორიაზე ესეთი დარღვევები ყოველწლიურად მცირდება. აგერ სკოლის დირექტორები არიან, პედაგოგები და დამეთანხმებიან დარწმუნებული. ეს უფრო გადავიდა ეს ძალადობა სკოლის ფარგლებს გარეთ. და ამ საკითხში ალბათ უნდა იყოს ჩართული ყველა მთელი საზოგადოება, რომ ეს რაღაცნაირად გადავსკოთ ეს პრობლემა. უკაცრავად შეკითხო, რომ მცირდება ამაზე კვლევებია, სტატისტიკური მონაცემები. ჩვენ როდის შეფასდა, რა დონეზე იყო და როდის გადაფასდა? ერთი სტატისტიკური მონაცემები ჩვენ უკვე მოვისმინეთ, როცა 80%-ს მაინც შეხებია, ვთქვათ, ძალიან მაინტერესებს. 2008 წლის არის, მით უმეტ. მანდატურებს იცით რომ ევალებათ რომ აწარმოონის დარღვევების ბაზა რაც არის, ამ ბაზას აწარმოებენ, მე ჩვენ ამ ბაზას ვკრავთ და ყოველ კვარტალურს თვიულ ანალიზს ვაკეთებთ, ანუ დარღვევების შესახებ და ეს მცირდება ყველას ტიპის დარღვევები. და რის ხარჯზე მცირდება? ხო, ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით მაინც ვივარაუდოთ, რის ხარჯზე მცირდება ეს, ვთქვათ, სტატისტიკა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომ მანდატურის ეფექტური მუშაობა, ხო? არის ეს ადამიანი გადაადგილდება სკოლის ტერიტორიაზე, აკონტროლებს სკოლის და შიდა და გარე პერიმეტრს, თუ საჭირო არის, თქვათ, გასინჯვას უტარებს ბავშვს, ესაუბრება ბავშვებს, აკონტროლებს ასევე ტერიტორიას. მაგრამ ეს არის სკოლის ტერიტორიაზე. სკოლის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, მანდატურის უფლება მცირდება სკოლის ტერიტორიაზე. მხოლოდ ამ ტერიტორიაზე. გისმენთ თქვენ გინდა ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან და კარგი პრეცედენტები და მინდა მადლობა გადავხადო ყველას, სადაც არის მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან. თქვენ ფიქრობთ, რომ მანდატური ფიზიკური ძალადობის გარდა რამე ბულინგს ხედავს? აი იმაზე რაზეც ისაუბრა ავტონომია. ყოფილა მე ხა სამწუხაროდ არ შემიძლია ფაქტები გითხრათ ზუსტად, იმიტომ რომ კონფიდენციალობა უნდა დავიწყო. დაიცავეთ კონფიდენციალობა. ყოფილა ასეთი შემთხვევები, ძალიან მძიმე შემთხვევები, რაც მანდატურს გამოუვლენია ზუსტად. ამაში ესაქმე მძიმე კი ბატონო, გასაგებია რომ მძიმეს გამოავლენს, მაგრამ ყველა იმაზე ვსაუბრობთ, რომ ვერ ვიჭერთ ბულინგს და თქვენ ამ დროს გვეუბნებით, რომ მცირდება. ანუ ეს ერთმანეთთან საწინააღმდეგოა. ზოგადად სკოლის ტერიტორიაზე მცირდება ძალადობის ფაქტები. მე არ მითქვია რომ ზოგადად შემცირდა ქვეყანაში. მე ვამბობ, რომ სკოლის ტერიტორიაზე მსგავსი ფაქტები მცირდება. გამოხატული ძალადობის ფაქტები. მე ერთი კითხვა უნდა დავსვა აუცილებლად. გამოხატული ვეძახოთ თუ გამოხატა, მაგრამ ვეძახოთ ვიზუალურად თანახვადი და გამოხატული ძალადობის ფაქტები მცირდება. ერთი რამ უნდა კითხოთ. მოვიდა თქვენთან მოწაფე, ახლა მე გავიგე რაღაც, ჩემთვის იყო ინფორმაცია სრულიად ახალი არა, პრინციპში მე მსმენია ამაზეც. მოვიდა მოწაფე და გეუბნებათ, რომ ბულინგის შემთხვევა ხორციელდება არა მოზარდისგან მასე, არამედ პედაგოგისგან. ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში მანდატური ატყობინებს სკოლის დირექციას აუცილებლად და შესაბამისად დირექცია იღებს გადაწყვეტილებას და როგორც ვიცი მე ამაზე ალბათ დირექტორები იტყვიან, ძალიან მკაცრი რეაგირება არის ყველა ზუსტად ესეთ შემთხვევებში არის ძალიან მკაცრი რეაგირება და ხშირად ესეთ პედაგოგებს ანთავისუფლებენ. ყოფილა ასეთი შემთხვევა, აი ამის სტატისტიკა თუ არსებობს? ყოფილა ასეთი შემთხვევები და ალბათ ეს ზუსტად ეხა ციფრებს ვერ დაგისახებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოფილა ასეთი შემთხვევები და აი თქვათ მასწავლებლებს დაუტოვებია თავისი სამსახური იმ შემთხვევაში თუ თქვათ ბავშვზე განახორციელა ნამდვილად უკეთ მოგესალმებით დირექტორები საუბრებენ მაგრამ ჩვენ დავიფიქსირეთ ერთი წამით გისმენთ მოგესალმებით მე გახლავართ 92 საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია ვასილია
აი ხა ბოლო საუბარს გამოვეხმაურები და ნამდვილად დავადასტურებ, რომ სკოლაში შემცირდა გამოხატული ძალადობის ფაქტები, მაგრამ საზოგადოებაში არ შემცირებულა და გადაინაცვლა ამ სკოლის შენობის და ტერიტორიის გარეთ გამოხატულმა ძალადობა. რაც შეიძლება სხვა ძალადობას, რომელზეც ანა საუბრობდა, მე არ შემიძლია ანას არ დავეთანხმო, იმიტომ რომ 3 შვილის დედა ვარ და მე ყოველდღიურად სხვადასხვა ასაკის შვილები მყავს და სხვადასხვა სახის ბულინგს ვაწყდები ბაღშიც მყავს, სკოლაშიც, დაწყებით საფეხურზე საშუალო. ყველგან არის ძალადობა. ბაღშიც კი შვილი მოსულა ბაღიდან და უთქვია, რომ დაუშვათ რაღაცა მოხდა ასეთი, ხო? ნუ ეს ბავშვისგან, მაგრამ მე რა იმაში მარცვალი ხო არის ჩადებული რაღაცა ძალადობის ბავშვებში. ხვალ ჩემი შვილი გააკეთებს იგივეს და დაჩაგრავს შეიძლება თავის. აი ჩვენ გვჭირდება, მე ვარ პედაგოგი. მე ამას ძალიან განვიცდი, ხო? არა, ჩვენ არ ვამალავთ არაფერს, მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ. ნამდვილად არა, მე ხმა მიკანკალებს ამ თემაზე, როცა ვსაუბრობ, იმიტომ რომ ჩემი შვილები ამ საზოგადოებაში მე ვერ დავიცავ ჩემ შვილებს საჯარო სკოლაში სწავლობენ სხვანაირად, თუ თქვენ არ დაიცავთ, თუ საზოგადოება, თუ ჩემნაირი პედაგოგი და მანდატური არ დაიცავს მას. მე სხვანაირად, მე ვასწავლი ჩემ შვილს როგორ იყოს კარგი, მაგრამ მე ვერ ვასწავლი მას, იმიტომ რომ თუნდაც ჩემი პროფესიული ეთიკა არ მიწყობს ხელს, როგორ უპასუხოს მას მოძალადეს ძალადობრივად. ამიტომ ჩვენ გვჭირდება, ჩვენ მე მოძალადე მშობელიც მინახია. მოდის ელემენტარულ ძალადობას გეტყვის, მაგრამ აქ თქვენ ისევ გამოგეხმაურებთ, რომ ჩვენ მას კანონის ძალით უნდა ვუპასუხოთ. ითხოვს თავის შვილს დაუწეროთ მაღალი ქულა. თქვენ გინახიათ მშობელი მოსულა და მეუბნება, რატომ გადასვით ჩემი შვილი სხვასთან? მე მინდა რომ ჩემი შვილი იჯდეს ამის გვერდით. ეს არ არის ძალადობა. იმ ოჯახში იზრდება ის ბავშვი. ჩვენ გვჭირდება სხვა საზოგადოებრივი განათლება გვჭირდება ამისი. როგორ მოვახდინოთ პრევენცია. ჩვენ სკოლის ქალბატონია დავამთავრეთ, ჩვენი სკოლის მაგალითზე გეტყვით. ქალბატონია ალბათ ამაზე არის საუბრობს, თვითონ ფსიქოლოგი გახლავთ პროფესიით და ჩვენ ამ სკოლაში მე პედაგოგი არ ვიქნებოდი, რომ არ ყოფილიყო ეს, რაც ქალბატონმა ეკამ თავის დროზე ძალიან დიდი წნეხის ქვეშ გააკეთა და ძალიან ბევრი რამ გადაიტანა ამის გამო. ფორმის შემოღება სკოლაში არავის არ უხსენებია. როგორ შეიძლება გახდეს ბავშვი მსხვერპლი არაშეძლებული ოჯახიდან, როცა მას სათანადოდ არაცვია. მოსულა მშობელი სკოლაში და უტირია, რომ როგორ გადამარჩინეთ, რომ ამ სკოლაში მოვიყვანე შვილი. მე ყოველდღე ვტიროდი, როცა მოდაში ახალი შარვალი, ახალი სტილის ჯინსი შემოვიდო და ახალი სტილის ფეხსაცმელი. ჩემი შვილი მთხოვდა, რომ ის ფეხსაცმელი მეყიდა, ის შარვალი მეყიდა, რომ არ გამხდარიყო დაცვის მსხვერპლი, რომ მას არ ქონდა მოდური ტანსაცმელი. ჩვენ სკოლაში ქალბატონო ეკა ფორმა, აი რის ფასაც შემოიღო, ამას ვერ ვიტყვი. რა მოხდა მაშინ, მაგრამ დღეს ყველა მადლიერია ამისი, რომ ერთი თვითონ პედაგოგებიც აღიარებენ და მშობლებიც აღიარებენ. თემი აღიარებს, რომ მარტო სხვა რო არ იყოს ის, რაც განათლებით მიმართულებით ხდება ჩვენ სკოლაში, მარტო იმიტომ მოვიყვან, რომ ფორმაა და მე არ მაქვს საფიქრალი დილით რაც ჩაიცვას ჩემმა შვილმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი საკითხი ამ პრევენციისთვის. მადლობა. აი ჩვენ ხა 15 წუთი დაგვჭირდა, ამიტომ პრევენციაზე უსათუოდ ყველა უნდა ვთქვა ჩვენი მოსაზრება. თქვენ და შემდეგ მაია და უკვე გადავდივართ პრევენციის თემაზე, იმიტომ რომ სამწუხაროდ დრო როგორც ყოველთვის ძალიან სწრაფად. მე მასთან დაკავშირებით მინდოდა კომენტარის გაკეთება, რომ მასწავლებელი თუ ძალადობს მოსწავლეზე, ამას არეგულირებს მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, სკოლის შინაგანი წესი, ეს არის კანონის დარღვევა და რა თქმა უნდა რეაგირება გვაქვს. პირადად ჩემ სკოლაში არ ყოფილა, მაგრამ ვიცი ძალიან ბევრი სკოლა, სადაც იყო მკაცრი რეაგირება და ჩვენ ყველანი იმისთვის ვართ მოწოდებული, რომ კანონი დავიცვათ. ანუ სკოლის კანონმდებლობა ამას არეგულირებს და ორი აზრი არ არის, რომ ასეთი პედაგოგი მიდის სკოლიდან. მადლობთ, რეფერირების პროცედურებიც არეგულირებს და თქვენ სავალდებულო შემტყობინებელი ბრძანდებით. კი ბატონო. არ თავდება რომ დაუშვათ რაღაცით დაისჯება პედაგოგი. ის შემთხვევა უნდა გადმომისამართდეს, ამის ვალდებულება თქვენ ამბრძანებთ. როგორც მშობლის შემთხვევაში, ესეც მივაწოდოთ ინფორმაცია, რამდენჯერმე ითქვა, რომ მშობელი თუ არასრულის მოვალეობას ვერაფერს ვაკეთებთო. ხალხო, ეს არის ჩვეულებრივი უგულებელყოფა, ანუ ძალადობა, ანუ შეტყობინებას ექვემდებარება და სოციალური სამსახური ამაზე იმუშავებს. ანუ მე ცოტა გაოცებული ვარ, რომ დღეს ვაჟღერებთ აი ამ არა, ეს ჩვენთვის ნობელი ქალბატონ ანა. ბატონო, დავიწყებ ახლა უკვე თქვენი, იმიტომ რომ მე მაინც გონია რომ არ მოგეცით საშუალება უფრო მეტი გეთქვათ. პრევენციაზე აი ბოლო 15 წუთი მთლიანად მინდა ამ თემას დაუთმოს და ვისაუბროთ. თქვენ როგორ ხედავთ ამას? როგორ შეიძლება ამის პრევენცია? რა ინსტიტუტები უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, რომ რაც შეიძლება ნაკლები
სხვერპლი არსებობდეს. ისიც რა ჯერ ესეთი დავეთანხმები ქალბატონ მაიას, რომ საჭიროა კვლევა, სერიოზული კვლევა არის საჭირო, ეროვნული კვლევა, რომელიც არ არსებობს, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა არის ბულინგი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენთან ბულინგი შეიძლება ან უფრო მეტი, ან უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე არის სოფლიოს სხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა განსხვავდებით, თქვათ, სოფლიოს სხვა ქვეყნებთან, ეს ერთი. მეორეც ერთი მინდა ყველას ეხება ზოგადად, რომ გაავანებოთ თავი დამნაშავის ძებნას, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე სუსტი სტრატეგია და არასოდეს არსად არ მიდის. პრობლემა უნდა გადაიჭრას, დამნაშავე კი არ უნდა მეზებოთ, პრობლემა გადავჭრათ, იმიტომ რომ სხვანაირად ვერსად ვერ მივალთ. და შეიძლება რომ შეგადავჭრათ პრობლემა, რომ ავიღოთ დამნაშავე. შეიძლება. ეცით როგორ ამას ქვია კონსტრუქციული მიდგომა ზოგადად ზოგადად კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში განსაკუთრებით ესეთი ცნობილი მეთოდი გახლავთ, როდესაც ჩვენ ვეძებთ გადაჭრის გზებს, დამნაშავის ძებნა არ იძლევა შედეგს იძლევა გაანალიზება იმისი, რატომ მოხდა შეცდომა. ნუ მიზეზი და არა დამნაშავე, ჩვენ დამნაშავეს არ ვეცდებით. ეს ერთი. შემდეგ მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის არც სკოლის მხოლოდ, არც მხოლოდ მშობლის, არც მხოლოდ პრესის, ეს არის სახელმწიფო სტრატეგიის საკითხი. ეს არ გახლავთ, რომ ეხლა ჩვენ გადავჭრით ბულინგს იმითი, რომ დაუშვათ 4-ის მაგივრად 32 მანდატური იქნება სკოლაში, ვერ გადავჭრით მაგითი ჩვენ ბულინგის პრობლემას, ეს უნდა გადაწყდეს სისტემურად. ეს უნდა გახდეს სახელმწიფო სტრატეგია. ჯერ ესეთი დავიწყოთ იმითი, რომ მშობლებმა ძალიან ხშირად, იმიტომ რომ მე ვიცი, იმიტომ რომ ვატარებ ხოლმე მიწევს ტრენინგების ჩატარება მშობლებთან, სადაც არ იციან, როგორ უნდა აღზარდონ სწორად თავიანთი შვილი. იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან თუ კარგი, იმიტომ რომ ის არ უსწავლებელი. ასე იციან. უბრალოდ არ უსწავლებია, არ იცოდნენ ჩვენმა მშობლებმა, არ იცოდნენ მათმა მშობლებმა, ნუ ეს ხო არ არის არავის ბრალი, ხო სწორია, უბრალოდ ესეა. ესე შეგვიძლია დავაბრალოთ 1801 წლის ტრაქტატს, რომ ხო და რუსეთთან შეერთებას. აი სწორედ აი როცა მე ერთი კითხვა დავსვი, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვი ჭირდება, რჩევა იმასთან დაკავშირებით, რომ მოძალად იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ მოექცეს მოძალად ეს თავად. მე გეტყვით როგორ, სინამდვილეში სწორი იქნება, როდესაც მშობელი ასწავლის თავის ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს ის ბავშვი სწორად. ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვმა უნდა უპასუხოს მოძალადზე და თავში აგური ჩაარტყას. არსებობს გარკვეული ტიპის მოქცევა, რომელიც მოძალადეს აჩერებს, აფერხებს ზალადობისგან. ო, ეს არის თქვა გარკვეული ტიპის სხეულისენა, ეს არის გარკვეული ტიპის რეაქცია, ეს გახლავთ გარკვეული ტიპის ქცევა, რომელიც შეიძლება რომ ბავშვს ასწავლო, მაგრამ ის აი როგორ კონკრეტულად შეგვიძლია, აი როგორია ეს ქცევა, აი მე მინდა რომ შეიძლება მაგალითი მოგიყვანო. მაგალითი, აი აუცილებლად მაგალითი ყველაზე კარგი. გამოიხედეთ? ატყობთ გასულ. ვატყობ. როცა ესეთ გეხარ, ძალიან ძნელია, რომ შენზე ვიღაცა მიძალადოს. როცა ესეთ გეხარ, ძალიან ადვილი ხე მარტივი მაგალითი მოგიყვანეთ, ესეთი ძალიან ბევრი არსებობს. იყო ძალიან მომეწონა. ანუ როცა ადამიანი დგას, არა, ეს არის კონკრეტული მაგალითი და ძალიან კარგი თუ ეს არის უამრავი რაღაცა, რაც შეგვიძლია რომ ბავშვებს ვასწავლოთ, მაგრამ ისეთ ბავშვებს ვასწავლოთ, უნდა ვასწავლოთ ჯერ მშობლებს, იცით? იმის რომ ვასწავლოთ მშობლებს, უნდა არსებობდეს ამის ნება, იმიტომ რომ საქართველოში 1 მილიონი მშობელია. თუმცა კიდევ ერთი საქციელი შეიძლება მშობელმა ბავშვს ასწავლოს. ხო, მაგრამ ეგ არ არის სწორი საქციელი. აი ესეც მშობლების გასაგებად მინდა. ამიტომ მიგდება რომ ხო, იმიტომ რომ ეს არ არის გამოსავალი, ყველამ კარგად ვიცი და ძალადობით არასოდეს არ ითრგუნება, ხო, სწორია, პირიქით უფრო ბრალდება. თავის თავად. ფიზიკაშიც ესეა, ხო, იმ ძალას უნდა, ხო. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. ბატონო კონსტანტინე, თქვენც რა თქვენი აზრი პრევენციასთან დაკავშირებით? პრევენციასთან დაკავშირებით, ნუ ჩვენი სამსახურის მხრივ რო ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ უფრო მეტად დაიხვეწოს ეს რეფერირების პროცედურები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ხო, როგორც მოქალაქე ვიტყვი, საჭირო ამ საკითხში ყველა ჩავერთოთ და ძალიან კაია თქვენი გადაცემა, რომ ამ თემაზე ზოგადად ლაპარაკი დაიწყო. და ფართო საზოგადოება რომ მოისმის ამ პრობლემის შესახებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. გავტონეთ, თქვენ რას ფიქრობთ? რაც შეეხება პროცედურებს, ეს რეფერირების პროცედურები ახლა რაღაც შეიცვალა. დასამტკიცებლად არის უკვე გამზადებული, ამ მიმართულებით დასრულებულია მუშაობა. აბსოლუტურად ვეთანხმები მაიას დელევას, რომ კვლევის გარეშე შორს ვერ წავალთ. ძალიან მნიშვნელოვანია არა დამნაშავის, არა მიზეზების კვლევა, თვისებრივი კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა ვებრძოლოთ, ესე ვთქვათ, ვიმუშაოთ მიზეზებთან. აი ბატონმა ლევანმა ახსენა, ძალიან დიდი სირთულე გვაქვს ხშირად ოჯახებთან. ეს მათ არიციან, მათ გონიათ, რომ ეს კარგია თუ უნარობა, თუ რაც არის, არ აქვს მნიშვნელობა. სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს, ხშირ შემთხვევაში ბავშვს ჭირდება ფსიქოლოგის დახმარება და ბატონმა ლევანმა ბრძანა, რომ კანონიერი წარმომადგენლები
უარს აცხადებენ. ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა არის საჭირო, რომ ფსიქოლოგმა იმუშაოს ბავშვი. ხშირ შემთხვევაში მათ სხვადასხვა მოსაზრებებით არ უნდა რომ ბავშვმა იაროს ფსიქოლოგთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ მას არ ესმის, არ იცის და ჩვენ გვეშლება ხელი მუშაობაში. არც თulis საჭირო რომ ფსიქოლოგი უნდა ჩაერევოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ რაღაცა ცვლილებებიც უნდა შევიდეს კანონმდებლობაში, ცოტა გავამყაროთ პოზიცია ბავშვის, რომელიც ჩვენგან დახმარებას საჭიროებს. მაია ანა შემდეგ ნატა ქალბატონი ნინო და საბა დაამთავრებს გადაცემას აუცილებლად მე მისი აზრით ძალიან მაინტერესებს პრევენციასთან დაკავშირებით. გისმენთ? მგონია რომ პრობლემის გადაჭრა იწყება ისევ განმეორდება პრობლემის აღიარებით. არსებობს 25 ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც აღიარა რომ ეს პრობლემა არის მისთვის და მათ აქვთ მიზანმიმართული, ასე ვთქვათ, ღონისძიებები, სწორედ ანტიბულინგური კამპანიები. 65 ქვეყანა შედის ევროკავშირის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია. არსებობს 4 მაისი, ეს არის დღე, როდესაც ეს ქვეყნები აღნიშნავენ ანტიბულინგურ, ასე ვთქვათ, მოწოდებებს აკეთებენ. აქვთ სპეციალური მაისურები, რომლითაც გამოდიან ქუჩაში. ეს არის საზოგადოების, ასე ვთქვათ, გათვითცნობიერებაზე ორიენტირებული, სენსიტიზაცია ორიენტირებული. იგივე ქვეყნებს აქვთ პროგრამები, რომლებსაც ისინი ახორციელებენ სხვადასხვა ადგილებში და მათ შორის სკოლებშიც, მშობლებთანაც მუშაობენ. პირველ რიგში ქვეყანამ უნდა აღიაროს, არა მხოლოდ განათლების სამინისტრომ, ზოგადად ჩვენ თელმა საზოგადოებამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის პრობლემა და შევუერთდეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ამას აღიარებენ და გარდა ამისა, რაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ამაქვს შეხება მაინც რაღაც შემთხვევებთან, რომლებიც სკოლებში ხდება, აუცილებელია, აი ხვალვე დაიწყოს ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამისი მუშაობა იმაზე, თუ როგორ რეაგირებს სკოლა კრიზისებზე. ვინ ერთვება, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ ქმნის ამ მულტიდისციპლინურ გუნდს და როდესაც მასწავლებელი ხედავს შემთხვევას, ვისთან ამისამართებს, რა ეთიკურ ნორმებს იცავს, იმიტომ რომ ძალიან ხშირია შემთხვევა, რომ ყველაზე მთავარი ეთიკური ნორმა, რაც არის კონფიდენციალობა, არ არის დაცული და უკვე ყველაფერზე ლაპარაკი. სწორედ ეს არის შემაკავებელი ფაქტორი, როცა ადამიანს უჭირს აღიარება თავისი პრობლემის. იმიტომ რომ სწორედ ამაში არ არის ის ალბათ დარწმუნებული, რომ კონფიდენციალობა იქნება და ერთი მინდა ძალიან სწრაფად რომ ყველა მოასწროს. აი რაც აფერხებს იმას, რომ ბულინგზე არავინ არ ლაპარაკობს სკოლაში. ეს არის ჩვენ ცნობიერებაში კარგად ჩამჯდარი, ვიტყოდი კრიმინალური ცნობიერება, როდესაც იმას რომ შენს გვერდზე ვიღაცას ჩაგრავენ, შენ შეიძლება გაგიჭირდეს, ამიტომ რაღაც ემოციებთან არის და შენს გვერდზე ვიღაცას ჩაგრავენ და ამაზე შენ განაცხადს აკეთებ, ეს არ არის ბოდიში ვიხმარ ამ სიტყვას ჩაშვება და ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ხმას იმაღლებ ძალადობის წინააღმდეგ. და შენ ხელს უწვდი დახმარების ხელს უწვდი ადამიანს. ანა, მე მინდა გამოვეხმაურო მაიკოს, დიახ, აღიარება და ეს არ არის აღიარებული და ეს არ არის პრიორიტეტი და თავი არ მოვიტყუოთ. მანახეთ ერთი პოლიტიკის დოკუმენტი ბულინგზე. ჩვენ ვამბობ, უნდა შეიქმნას. ესე უნდაში ვართ ბოლო, არ ვიცი, 50 წელია თუ 200, ხო? რომელი პოლიტიკური პირი გინახოთ ბულინგზე ესაუბროს? არც ერთი. კიდევ დაგისვათ კითხვას, რომელი სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი ფიქრობს იმაზე, რომ სოციალური სამსახურს დაფინანსება გაუზარდოს, იმიტომ რომ სულ 240 სოციალური მუშაკი გვყავს და თითოს 100 ბავშვი აბარია. შეატყობინეთ, მალე ისინი სრულად გადაიწვევიან. და სხვათა შორის მათი ხელფასებიც, პედაგოგების ხელფასებიც არ იყოს, ძალიან დაბალია. ჩვენ ვართ მატყუარები. გამოვდივართ და ვამბობთ, რომ ეს პრობლემა გვაწუხებს, სინამდვილეში მივუყარეთ ეს პრობლემა ერთ მასწავლებელს, ერთ სოციალურ მუშაკს, რაც გინდათ, ის გიქნია და მე აუცილებლად მოგთხოვ თქვენ კანონი პასუხს, ძალიან კარგად და კომფორტულად ვიტყუებით. აი ეს არის ჩემი პრობლემა და ბოლოს ვიტყვი, აქ არავინ არ ახსენა. როდესაც ჩვენ ბავშვთა უფლებებს, ბავშვებს ვასწავლით, გვეუბნებიან, ნუ გაათამამეთ ეს ბავშვები. დიახ, ბავშვებში უნდა შეიცვალოს, დიახ, ბავშვებში შეიტარეთ ბავშვთა უფლებები, თვითონ დაიცვან თავის თავი და თვითონ მოვთხოვოთ სისტემას, რომ ეს იყოს ბავშვზე ორიენტირებული სისტემა და ძალიან მალე ჩვენ გვეყოლება სრულიად განსხვავებული მოქალაქეები, იმიტომ რომ ბავშვებიც უსმენენ და მათ იციან, რომ მათ აქვთ უფლება იყვნენ
ძალადობისგან დაცული და ჩვენ ყველა უნდა ვემსახუროთ მათ ამ უფლებას. ასწავლეთ ბავშვებს ბავშვთა უფლებები და ყველაზე კარგი რაც ხდება ეს არის სამოქალაქო განათლების კურსების რეფორმირება საქართველოში და მე იმედი მაქვს რომ დაახლოებით 5 წელში ჩვენ სრულიად სხვა რეალობა გვექნება, იმიტომ რომ ბავშვები ისწავლიან თავიანთ უფლებებს. ნატა, ბატონო ლევან, არაჩვეულებრივი მაგალითი მოგვიყვანა, შეგვიძლია დაახლოებით რაღაცა ისეთი რჩევის სახით, კონკრეტული მაგალითით თქვათ? არ ვაპირებ კონკრეტულ რჩევებს, ნინო, იმიტომ რომ ჩვენი საუბრიდან გამომდინარე დასკვნა არის აბსოლუტურად ერთგვაროვანი, რომ ინდივიდუალურ შემთხვევებზე მუშაობა არის მინიმალური შესრულებული სამუშაო და როგორც წესი საბოლოო ჯამში ეფექტური ვერ იქნება. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ამ პრობლემის სახელმწიფო დონეზე ლობირება, სერიოზული დოკუმენტების შექმნა, საზოგადოების განათლებაზე და ინფორმირებულობაზე აქცენტების კეთება და უმაღლესი ეშელონებიდან, ასე ვთქვათ, მოძრაობის დაწყება პროგრესისკენ არის ყველაზე კარგი გამოსავალი, იმიტომ რომ გასაგებია, რომ ჩვენგანს, ვინც ვთქვათ, ამ სფეროში ვართ, გვესმის ბულინგის პრობლემურობის არსი, ვცდილობთ ინდივიდუალურად რაღაცა ვაკეთოთ, მაგრამ ეს საბოლოო პრობლემას არ ჭრის. ამიტომ უფრო მაღალი დონიდან უნდა ვიმოქმედოთ და ამისთვის იმ ხალხს, ვისაც გვაქვს, ასე ვთქვათ, ინფორმაცია და შედარებით მეტი ცოდნა გვაქვს ბულინგის შესახებ, შეიძლება უნდა გაგვიჩნდეს ნება, რომ ვიმოქმედოთ აქტიურად სამთავრობო დონემდე მივიდეთ და იქ დავძრათ საკითხი. სხვანაირად არ გამოვა. არც სხვა საკითხები გვარდება ამ ქვეყანაში სხვანაირად და ამიტომ გვაქვს ბევრი მოუგვარებელი პრობლემა, რომ არ მუშაობთ სხვანაირად და ვიწყებთ კონკრეტულ წერტილზე აქცენტს. ნინო და ცოტა დრო დაგვჭირდა, ამიტომ ძალიან მოკლედ უნდა ძალიან მოკლედ გეტყვით, პრევენციისთვის ძალიან ბევრი საშუალება არსებობს. მე მხოლოდ ორს დავასახელებ, მათ შორის პირველი ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამაში იყოს ჩართული ეს თემა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ნაწილობრივ ეს უკვე არის ჩართული, ამას ქვია კონფლიქტების მართვა, მაგრამ ალბათ უფრო მეტი აქცენტირება უნდა გაკეთდეს იმაზე, მასწავლებელმა როგორ ამოიცნოს მსგავსი შემთხვევები და როგორ უნდა იმოქმედოს კონკრეტულ შემთხვევაში. ანუ პირველი შემთხვევა, პირველი პრევენციის გზა იქნებოდა საგანმანათლებლო პროგრამაში, საუნივერსიტეტო პროგრამებში ამ თემის ჩართვა, სადაც მომავალი მასწავლებლები მზადდებიან, ეს ერთი და მეორე მეგობრებო, მეორე ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ეს გახლავთ პირადი ინიციატივა. სანამ სახელმწიფო დაიწყებს ამაზე ფიქრს გლობალურად და ჩვენ ვიცით, რომ ხანდახან თვეები და წლები ჭირდება ერთი მოქმედი და კარგად მოქმედი დოკუმენტის შემუშავებას, ლოკალური ინიციატივები, მასწავლებელი ვარ საკლასო ოთახში, დირექტორი ვარ ჩემს სკოლაში, განათლების სპეციალისტი ვარ სახლში, ოჯახში, ჩემს გარშემო, ყველგან, რომ ჩვენ რასაც გავაკეთებთ, ის არის მე რასაც სახელმწიფო გააკეთებს. ანუ ინიციატივა იწყება ჩვენი და პირადად მე, თქვენ და ჩვენ ყველა. ჩვენ ვიმოქმედოთ და ის იქნება უკვე სახელმწიფოს მოქმედება. საბა, დავიწყეთ შენგან და აუცილებლად ადამიანი, რომელიც ორივე მხარეზე იდგა, მით უმეტეს მისი მოსაზრება პრევენციასთან დაკავშირებით, ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესოა და გისმენთ ყურადღებით, თუმცა ერთი წუთი დაგვრჩა. ასე მეუბნებიან ყოველთვის. ცხადია, სახელმწიფო უნდა იყოს ამაში ჩართული და ამაზე უნდა იმუშაოს, მაგრამ მთავარი არის თვითონ საზოგადოების განწყობა ამ თემის მიმართ. ანუ სახელმწიფო გააკეთებს თავის საქმეს, მაგრამ რამდენად, თქვათ, აღასრულებს, ასე ვთქვათ, მე საზოგადოება ამას, იმიტომ რომ მაგალითად, როცა ჩვენ ღირებულებითი სისტემა ჩვენ საზოგადოებას აქვს ესეთი, რომ როცა გამოდიან, თქვათ, ავტორიტეტები და ამბობენ იმას, რომ ქართველმა კაცმა აუცილებლად უნდა დაარღვიოს კანონი და ჩვენ ჩანშვებობის ინსტიტუტს გვაჩვევენ და ეს არის ცუდი და ამითი თუ სუსტი ეძებს დახმარებას, ამითი ჩვენ კარგავთ ქართველობას და რაღაც ღირებულებებს. ქვეყანაში სადაც აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტი არის ფაქტობრივად ძალადობის წყარო, დაწყებული სახელმწიფოდან დამთავრებული დომინანტი რელიგიური ჯგუფისგან, რომელიც მაგალითს აძლევს, როგორ უნდა ზდიო შენზე სუსტ სტაბურეტკებით მაგალითად. ანუ რა ვიცი, მე მგონი ყველა ეს კომპლექსური პრობლემა არის, რომელზეც ალბათ ერთი საერთო ღირებულებითი გადაფასება უნდა მოხდეს და ვაღიაროთ ყველამ, რომ ეს ძალადობრივი საზოგადოება, რომელსაც ვაშენებთ ჩვენ და ვამბობთ, რომ იცით, ეს საჭირო არის, იმიტომ რომ ცხოვრებაში მე ვიღაცას გამოადგება ეს გამოცდილება, უნდა ვთქვათ, რომ ეს ცუდია. ჯობია დააჩაგრო, ვიდრე დააჩაგრო. რამდენჯერმე ვიწვნიეთ ჩვენ თავზე ამ ძალადობრივი საზოგადოების შედეგი. იყო 90-იანი წლები, შემდეგ იყო, ვთქვათ, 1000 თქვათ კრიმინალური გარჩევები, იქ ერთი ტალღა იყო თუ გემახსოვრებათ 1-2 წლის განმავლობაში, როცა თინეიჯერები ერთმანეთს ხოცავდნენ. ანუ ჩვენ ყველანი ვამბობთ, რატომღაც ვატყუებთ საკუთარ თავს, რომ ეს
ცხოვრებისეული გამოცდილება არის კარგი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალადობაში როცა ვცხოვრობთ, მე რა ვიცი, არ და გვავიწყდება ყველაზე მთავარი, რომ ძალადობა შეიძლება შეგვეხოს აბსოლუტურად ყველას. იმ ადამიანებსაც, ვინც დღეს ამას არაცნობიერებს, ან ვერაცნობიერებს და ალბათ სანამ აქამდე მივა საქმე და სანამ აი ამ სიმწარეს ყველა საკუთარ თავზე განიცდის, რა თქმა უნდა, ჯობია საზოგადოებამ ყველამ ერთად ვაღიაროთ და არ ვიცხოვროთ სიცრუეში და შევებრძოლოთ იმას, რაც ყველაზე მეტად არ მოგწონს, ეს არის ამ შემთხვევაში ერთ სიტყვაში გამოხატული, რასაც ჩვენ ბულინგი დავარქვით. ჩვენ არა, ეს თავისთავად მოიტანა ცხოვრებამ ეს სიტყვა. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ ერთი გადაცემით ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება და იმასაც ვაცნობიერებ, რომ ამაზე ძალიან ხშირად არის სალაპარაკო და მედიამაც დააგვიანა რეაგირება. ესეც ალბათ ჩვენ სამწუხაროდ უნდა ითქვას. თუმცა მე გვირდებით, რომ ჩვენი სტუდია ყოველთვის ღიაა მსგავსი თემებისთვის და ჩვენ ვეცდებით. საბა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმ გულწრფელობისთვის, რომელიც ჩვენ გამოიჩინე და ყველას ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ რა თქმა უნდა დავუბრუნდებით ამ თემას და მომავალ ხუთშაბათს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ასევე აქტუალურ თემაზე სასაუბროთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის ყველას.